გამარჯობთ, მე ვარ სანდრო. მე ვარ ჯარჯი. დაჩი. და ეს არის იმოძრავის პოდკასტი. სადაც ვისაუბრებთ ჯანსაღ ცხოვრებაზე, ვარჯიშზე და ფიზიკურ დატვირთვაზე. ზოგადად მოძრაობაზე რა. მოძრაობაზე. მე თანდათან ავხსნით რას გულისხმობთ ახლა. კარგი და შეშვებით, როგორ ხართ? გავიდა 1-3 კვირა წინა პოდკასტი. ამათ არიციან, მაგრამ ორი გავიდა. შილო რა ხარ წითელი? ეგრევე მატაკე. დღეს დავიწვი და ვარ ძალიან თეთრი. შემდგომ წაგესო 1.50-იანი ალბათ რა. რავი, 1.25-იანი წავისვი, მაგრამ მაინც დავიწვი. წინაზე 1.60-იანი წავისვი და ერთი კვირა პორტუგალიაში ვიყავი თუ მეტი და ვაფშე არ მივიღე ზაგარი. იქაც კაცო იმაზე? ბიჭო, ვიყო და გარეთაც ხო ვიყავი, ვაფშე ვერ მივიღე. ანუ არ იყო პრიორიტეტი, მაგრამ ანუ არ ჩავთვალე საჭირო. რო ამაგდენი წამეს. მაგრამ მოდი მაგის თავი დავანებო, თქვენ რაღაც პროექტი გაქვთ, თქვენ გაქვთ თემა რაღაცა რა. ხო, ჩვენ ორი კვირა რატო არ ჩავწერეთ, ანუ მაგარი ჩვენი პროექტი. აი, რას ვაკეთებთ ამ ორი კვირის განმავლობაში? ჩვენ ვიყავით გუდაურში. და რაღაც პროექტი გვაქვს, მაგას ზბორების გაკეთება გვინდა, ზბორი ქართულად შეკრება ალბათ რა. მე მგონი. ნუ შეკრებებს, ხო, მაგრამ შეკრებით რამდენად მიხვდებიან რას ვაკეთებ. მე რომ მეკითხება ყველა. კემპი რა. კემპი. ანუ ერთი ქართული. კემპის როლი რა ვიცი, ხო, მიხვდებიან ალბათ რა არის. ალბათ. ხო. ჰაიკე მოკლედ ბევრი რაღაც არის. ნელ-ნელა ჩაუშვებს, ხო, სოციალურ მედიაში. ხო, მაგრამ ზოგადად რო იცოდნენ რას ვაპირებთ? ვაპირებთ რომ შევკრიბოთ ხალხი, ვისაც აინტერესებს რა, ჯანსაღი ცხოვრება, უბრალოდ უნდა მოძრაობა, უბრალოდ უნდა 5 დღე გავიდნენ ქალაქ გარეთ. კარგად ჭამონ, კარგად იმოძრავონ, კარგ ხალხში იყვნენ, განიტვირთონ რა უბრალოდ. ძალიან მაგარი. რაც არ არის იდეაში, რა როგორც. და რამდენ ადამიანს ფიქრობთ? დაახლოებით. დაახლოებით 15 კაცს ვფიქრობთ, რომ ესე რაღაცნაირად მოვიერევით. თქვენის ჩათვლით თუ ხო, ჩვენ გარდა. თქვენს გარდა. და რამდენი მიდიხართ ისინი? ასე ვთქვა, ტრეინერები. 2-3. 2-3, ну გაი გვაჩვენებს მაგას. ადამიანი. მაგარია. და ანუ ის სასტუმრო რაც არის, იქ იყავით, იქ დაჩი. იქ ვიყავით. სასტუმრო საუნა და რამე და ყველაფერი არის. ძალიან მაგარია. ანუ რეკავერი მაგარი იქნება. ძალიან წარმოიდგინე, ჩადიხარ. ჯერ რაღაც აკლიმატიზაციას გადიხარ, თქვა პირველი დღე. მაინც 2000-ზე არის ეგ გუდაური, ჩვენ სადაც ვიქნებით, სადაც 2100-ზეა. ჰაიქს აკეთებ მეორე დღეს დილით. მერე მოდიხარ სახლში ისვენებ რაღაცა ღამეშევა ფილმებს უყურებთ ერთად. მეორე დღეს დილით რაღაცა recovery sponge მოძრაობებს აკეთებ. და სმა როდის არის? სმა ბოლო დღეს. იმიტომ რომ მაინც რაღაცა აუზის საუნა. შეუძლებელი არ იქნება ეს ჰაიკები, მაგრამ აი საკმაოდ ისეთი. ძალიან მაგარი თემა. მაგრამ ისეთი არა რომ ვიღაცამ ვერ შეძლოს მაგალითად. ისეთი არ არის. ისეთი არ არის. მაგარი თემაა ძალიან. და როდის აპირებთ? ივლისიდან ვაპირებთ, რომ ჩაუშვათ რა. მაგარია. რეკლამებს ახლა მალე გადავიღებ და რა ვიცი, დავასწორებს. შეეშვებოდი შილო. მე რავი არაფერს, მე რაღაც ცოტა უცხოეთში გავნიავდი ცოტა, დავისვენე დავიღალე, ჩამოვედი ისე. შენთვის ეგ არის დასვენება? ვიცი რა, ზოგადად აქტიური ტიპი ვარ და დღესაც ბასეინზე რო ვიყავი, ანუ ვერ ვჩერდები და ერთად იმენა ეხლა თქვენც ეგრე ხართ, მაგრამ თქვენ უბრალოდ ჰაიკი რაღაც ის რაღაც ეგ მე მაგის მართლა ვისვენებ, ოღონდ. აი ჩემთან ეხლა ვიღაცები მის ვარჯიშობენ. რაღაც ერთი სული აქვს ხოლმე რომ წავიდნენ ხოლმე დასასვენებლად რა რაღაც საზღვარგარეთ. მაგრამ მიდიან და ეგრე რა ხო ხვდები ძილი არეული, კვება არეული, დალევა ყოველღამე და ჩამოდიან, ანუ განადგურებულები ჩამოდიან. ანუ ვარჯიშს ძალიან რთულად უბრუნდებიან და რეჟიმს, ხო ძალიან რთული, ისე ძალიან რთულია, კარგადაც რო დაისვენო რეჟიმში დაბრუნება. ხო, არა, მართალი ხარ აბსოლუტურად. მაგრამ მაგას მეორე მხარე აქვს რა. აი წარმოგიდგენ ადამიანი, რომელიც სულ რუტინაში არის. დილით 9-ზე ის არ სვავს ეს. ეგეც მართალია. და შეიძლება ფიზიკურად დანგრეული ჩამოვიდეს, მაგრამ მენტალურად არეფრეშებული. ხო, ფსიქოლოგიურად ვაფშე სხვა ტიპი იჭრება. ანუ ბალანსია რა. ვისთვის ჯობია რომ არა, ვისთვის როგორ? ვიღაცას შეიძლება ბალანსი იყოს, რომ იქ მე რა ყველანაირი მას ეგ ბალანსი არის. ბიჭო, არა ეს ვიღაცას არის, იგივე რუტინაც იქ არ გექნება. არა, მაგას გითხრა. უბრალოდ ეხლა ვიღაცები ძალიან აჭერენ. ეხლა მე ძალიან ცოტა ჩავაჭერე. ეხლა ბიჭები ვიყავით რაღაცა ხოზე ხარ ვათენებდით, იმაშვებოდით რაღაცა. მგონი ზუსტად ეგ არ იძლევა ხოლმე დასვენების განცდას. აი მე მაგალითად ჩემი იმაზე ვილაპარაკებ. სადაც სამოგზაუროდ რომ დავდივარ და აი
ვიღაცის სკრიპტით რო დავდივარ, მაგალითად, ეხლა ეს ვნახოთ, ეხლა ეს ვნახოთ. ანუ ეგ მე არ მაძლევს ხოლმე იმის საშუალებას, რომ ვიფიქრო, რომ ეხლა ვისვენებ. ანუ ხანდახან რომ მე შეიძლება სხვა რაღაც მინდოს, აი ნებისმიერ შეიძლება დარბაში გასვლა მინდოს და ვარჯიში. ანუ მაგიტომაც იქ რას იზავს ადამიანი ალბათ თვითონ იმაზეა. არა, ხო. მე აი ბევრს უყვარს დალივა მაგალითად და აი აქ რაღაც ცხოვრების გამო იკავებს და იქ შეიძლება გაადაუშვოს. ჩვენი გადმოსახედიდან ის არის მაგრამ არა, ჩემს ოკეია. მე უბრალოდ ვამბობ, რომ ყველაფერი არეული რო გაქვს და ბოლომდე რო აჭერ, აი ყველაფერს აი ძილსაც აჭერ, დალევასაც აჭერ, ჭამასაც აჭერ, თორემ დალიან და გაერთება. ვიღაცისთვის ალბათ შეიძლება იყოს რა. on long run-ში ხა. მეორე რო ჩამოხვალ ეგრევე ხოძე ვერ იქნება. იმიტომ რომ რაღაც ხო დასვენებაზეც ვილაპარაკებს ჩვენ და რაღაც recovery-ზე და რაღაც. არა, ხო, ეხლა ჩემს შემთხვევაში ყველა ტრიპი ეგეთი არ არის. ეხლა ეს იმინა 12 ბიჭებს ვახსენებ მნიშვნელობა აქვს. ანუ ეგეთი წასვლა იყო რა, რომ წავედით და რავი. ხო ხდები. ხალხი მოგაკლათ ისე დარბაში? ჯერ არა, მაგრამ იწყებს გონი უკვე რა, ნელ-ნელა მცირდება. მე უცნაურად არა, პირიქით. მოგემატა, ხო? ხო, რაღაც ძალიან უცნაურად. ის აღარ არის, ეხლა ბავშვობაში რო ქონდა 2 თვე რომ მიდიოდი, ხო გახსოვს? აი, ივნისი იწყება, არ მგონია ეხლა მოკლების დრო ჯერ მგონია ჯერ. ნელ-ნელა იწყებს. ეხლა არ ვიცი, მე თელი აგვისტო ვისვენებ რა. ანუ მეზარი თუ ვინმე მოიკლებს და მე უნდა ვიარო და იქ რაღაც შუალედები გაქვს და 1 საათი დაისვენო ან რაღაც ხო ხდები, ანუ ხალხი რო გაქვს, ბარემ ერთვეს ავიღებ, ყველა დაისვენებს, მეც დავისვენებ და მე სექტემბრიდან დავიწყებ. მეც ეგრე ნასკენი და აი. მოდი, მეორე თუ არ გაწყვეტინებთ, ბოდიში. ჩვენ გვინდა დღეს ფიტნეს მითებზე ვისაუბროთ. გვაქვს ბევრი მითი და ბევრი მითი წავშალეთ რა. მერეც ვისაუბრებთ სავარაუდოდ, მაგრამ რაღაც პირველი ტოპიკი რო ქონდოთ და თემა, ავიჩიეთ ფიტნეს მითები, რაც ჩვენთვის და შეიძლება ბევრი ადამიანისთვის არის, ბევრი არის, ვიღაცებისთვის არის ჩვეულებრივი თემა, მაგრამ ბევრმა არ იცის. ხო და მაგი დავიწყოთ საუბარი, ეს ფიტნეს მითები იმას აქვთ, დავამსხვრიოთ თუ რაც ქვია და თან სალაპარაკო თემა გვექნება, თან იქნება ინფორმატიული. მაგრამ ისიც არის ეს ფიტნეს მითები ყოველი მეორე რილი რო ნახო ფიტნეს მითი არის. ანუ ჩვენგან განსხვავებული არის რომ მოდი ახლა გავყვეთ ყველა მითს შევყვეთ რა. ხო, არა, იცი რა არის, მაგრამ მე მაინც მიკვირს. იმიტომ რომ ადამიანი ვინც ჩემთან მოდის და იგივეს მეუბნება რაც rilsებში შეიძლება ნახო, ანუ ესე იგი არა რა, ანუ ვერ მიწვდა ყველას, ხო ხდები? კი. ხო და იცი რატო იქნება ეს კარგი? იმიტომ რომ ჩვენი სმენელი ვინც იქნება, რაღაც ფუნდამენტი ექნება, რომ აი ეს რაღაცა, იმიტომ რომ ცოტა უფრო კომპლექსურ თემებზე რო ვისაუბრებთ და ეს ელემენტარული რაღაცები არ იციან, ცოტა რთული იქნება მე არა? ზუსტად. ხო და კაი არის რომ ამით ვიწყებთ თან მწვრთნელებისაც საინტერესოა. კი, იმიტომ რომ შეიძლება რაღაცა გამოტოვონ, ეხლა თან დამწყები თუ ხარ მით. ან შეიძლება რაღაცაზე, მეც ახლა რაღაცაზე მქონია ისეთი ცოდნა ძალიან ზედაპირული, ხო ქონია რაღაცაზე. ყველაფერზე სიღრმისეული ცოდნა ვერს გექნება. ვერს გექნება, კი, მაგრამ ძალიან ისეთზე, რასაც ალბათ ზედაპირზე ხვევისაც უნდა ჩახვიდე. ან შეიძლება ადამიანს ავარჯიშებ. სულ ყველაფერი რო იცოდე რა მოხდა, რომ კიდე გადამეორებ. არა, კი, ან შეიძლება პროსტა უბრალოდ იცის თემა, ან ეს წესი თუ რაც არის მითი არის, მაგრამ რატო? ხო და ეგ მაგას ხო. კაი, რა არის პირველი? პირველი სიაში გვაქვს ადგილობრივი ცხიმის წვა. ო, რომ არ არსებობს. საინტერესოა. ანუ მოდი ძმაო გავაკეთებ 30 პრესს, რომ აი აქ ცხიმი დავწვა. უფრო მაგას კი აი აქ მეწვის რა. აქ თუ მეწვის, ანუ აი აფაზე რო ცხიმი იწვის, ზუსტად იგივე გონიას. აქ იწვის. ჩემთან არის ხან მოდი რა გთხოვ, ვარჯიშის ბოლოს პრესების გავაკეთე. ეგ კიდე ცალკეთებ არის. რომ არა, იმიტომ რომ აქ ცხიმი დაწვა, ხო? ანუ აკლებ ხდები პროგრამაში თუ პრესი არა, მუცელზე ცხიმზე არ მუშაობს. ანუ არა რა, ანუ პრესი არ არის ჩართული ვარჯიშის დროს. და ანუ მაგას ბევრი თემაც მოყვება რომ 30 პრესი უნდა გააკეთოს რა. იცი რა, საიდან მოდის? ეგენი მოდის რაღაც პროდუქტებიდან მგონი რა. აი მუცელზე შემოსაკრავი კამარი. ალბათ პრესს ანახებენ ალბათ ის ტიპები, ვისაც უჩანს ძალიან კუბიკები და მე პრესის ვარჯიშებს აკეთებენ მაკედანაც რა. ის პროდუქტები გახსოვს თახთახა მაშინები. კი. მე ბილიკი ვიყიდე ბავშვობაში და მოყვა ეგ. აპარატები. რა თახთახ რა მოყვა. ეს მასაჟორი. მუცელზე რო ის უნდა. იმას რა ქვია ხაშლამასავი თახთახები. ხო, ეგ მუცელზე გაიკეთებს და თახთახები უხეში თან. ეგ ეთქვა ქორსა ვარჯიშებს, ხო? და მაგიტომ გეჭიმება, ვითომ არა ვიბრაციით იწვისო.
მაგაზე ხა ის გამოსწორდა მე თუ დრო გვექნება ის რაღაც აპარატი რო ხო იცი რომ იმაგრებ და სტიმულაციას რო გიკეთებს რომელი? კი, რა, ტენსი? არა, სარეაბილიტაციაში რო გამოიყენა დრო იკეთებ. ტენს რო გირთვა. ხო, მთლიანად რო იკეთებ. და რაღაც ვარჯიშებს ჭიმავს და გიწიმება და გონია რომ ავარჯიშ. რაღაც დარბაზი არის, ხო? დარბაზიც არის. ვიცი, რაზეც იძახი. მაგაზე ვიძიც ანუ ეგრევე. ეგრევე გაკრიტიკა. ხო, მოდი, ეხლა ვთქვათ, რეალურად რა ხდება? ცხიმი როგორ იწვის? ცხიმი როგორ იწვის? ხო, ჯერ ეგ ვთქვათ როგორ იწვის. როგორ იწვის თუ როგორ გროვდება? თუ პირიქით როგორ გროვდება? არა, რომ ეხლა ვიძახით, რომ ადგილობრივი ცხიმის დაწვა არ არსებობს და როგორ იწვის? როგორ იწვის ის კი არა რა პროცესები და რაღაც. უბრალოდ ის, რომ ცხიმი იკლებს ყველგან რაღაც ერთდროულად, ხო? მაგრამ რაღაც ადგილებში გენეტიკიდან გამომდინარე, ხალი ხარ თუ სქესიდან გამომდინარე, შეიძლება უფრო მეტ ერთ ადგილას შეიძლება დაგჭირდეს უფრო მეტი. ხო, ბეტონო. და რაღაცა პრესის ვარჯიშებით ცხიმის ვერ დაწვა. ხო, ადგილობრივად ვერ დაწვავ რა, ეხლა პრესის ფუნქცია, ხო, ძალიან მარტივად უბრალოდ ხერხემლის მოხრა არის რა, ერთ-ერთი ფუნქცია. ხო. მაგრამ მაგაზე ცხიმზე რო ვილაპარაკოთ რა. ას გენეტიკური რაღაცა სპექტრი რო წარმოვიდგინოთ რა. აი ხა რაღაც წრფერო წარმოვიდგინოთ გენეტიკური, სადაც არსებობს ძალიან კარგი გენეტიკა, აი ადამიანები რო არიან, ხო, რო არ ვარჯიშობენ და კუნთებია რა. შრალი და მეორე ეგლა რომელიც ძალიან ცუდი რესპონსი მოდის ვარჯიშზე. მაგალითად ვარჯიშობს და ძალიან ცოტა ჰიპერტროფია თითქმის არ ხდება რა. ძალიან ცუდი ზრდა არ ხდება. ეს ორივე უკიდურესობა არის ძალიან იშვიათი. უმეტესობა ვართ შუაში. გოგოების შემთხვევაში რათა ცხიმის გადაანაწილება ხშირ შემთხვევაში ხდება ხოლმე რაც ბარძაყის ბარძაყის არის. ბარძაყის საჯდომი. საჯდომი და ბიჭების შემთხვევაში ხდება რაღაც მუცელი და გვერდები რა. ხო, და გოგოებში მკერდი თან. მკერდი ყველასთან ანუ იშვიათად მაინც რა. მაგრამ აი იმ გენეტიკურ არა ბიჭებში არა გოგოებში. გოგოებში ანუ მკერდი მაინც ჯერ ალბათ ვიღაცების შემთხვევაში თეზო და მე ამოდის ალბათ ზევით რა. ნუ სახეზე რო ცხიმი გემატება ეგრევე. არა ვიღაცებიც არის რომ სახეზე იმინა იმათაც აქ ჩება სახეზე აქ გამხდრები არიან და სახე. ეგეც ალბათ გენეტიკურ ამ წრფეზე ცოტა აქეთ არის უარესისკენ. ანუ გენეტიკაზე ბევრია და ბევრია, მაგრამ ადამიანების უმეტესობა არის შუაში. ანუ შუაშია რა. და როგორ უნდა დავწოთ ცხიმი? ცხიმის დაწვა თუ მინდა? პრესების ვარჯიშის გაკეთება ანუ არაა საჭირო. არა. ალბათ დარბაზში რო წარმოვიდგინოთ ვარჯიშები, რომ აი ყველა ვარჯიშს ხო თავისი კალორიის მოთხოვნილება აქვს. ალბათ პრეს ერთ-ერთი ყველაზე ცოტა კალორიის მისა აქვს რა. ბიჭო, ცოტა უცნაური იცი რატო, იმიტომ რომ თუ 100 პრესს აკეთებ და კარდიოში გადაგდის. ნუ 100 პრესს. ხო რა, მაშინ რეალურად ეგ ვიდრე აი სამი გამეორება მძიმეს ხვატი. მარტო კარდიოს ბენეფიტი არის. კი. მან და არა აერობიული დატვირთვის, კი. რამდენად ჭკვიანურია ხო ეხა 100 პრესის კეთება ყოველდღე. ბიჭო, ნუ ეხა რომ მეწვის მსიამოვნებს და რა ვქნა, ესე იგი მაგრა ვარჯიშობ. ავიწყდებათ რომ ესეც კუნთი არის და რომ გაზარდო რაღაც რეპრეინჯებში რაზეც ვისაუბრებთ მე რეპრეინჯებში უნდა ჩაჯდე რომ ეს კუნთიც გაზარდოთ და ეს ბიჭო რო აკეთებენ ამას ხო ეწვით მეორე დღეს ტონუსში აქვს მეორე დღეს არა ფამფის პონტია რა ანუ მეორე დღესაც როგორც ცოტა კივა და ანუ ტონუსში გაქვს და მე всё მიდის არ შენდება ცოტა გამომეკვეთა ხო გამოიწია ცოტა ხო ეხა ვისაც ეხა რეალურად რა ქვია იმდენი ცხიმისის აქვს, რა ქვია, რაოდენობა რომ შეიძლება პრესი გამოჩნდეს. პრესებს რო გააკეთებ და ტონუსში მოიყვან, იასლად ჩანს, მაგრამ მაგ დროს უნდა უთხრათ, რომ არ შენდება კი არა და არ იმატებს კუნთის მასა. და არც ბოჭყოები არ დიდდება, უბრალოდ ტონუსში გაქვს რა. ეს ფეხიმის ლამაზად გვაქვს, მოდი დავაჭრეთ ერთად. მე გადამოდი. ეს ჩავკალით, რამე ხო არ გინდა არა, მაგრამ ცოტა მეტი რა ვთქვათ რა, აი როგორ გროვდება? როგორ გროვდება კი არა, როგორ იწვება საბოლოო ჯამში, ანუ რა ხო პრესი არ წვავს, რაღაცა მოძრაობები არ წვავს, მაგრამ რა წვავს საერთოდ? ანუ რა არის ეს ცხიმის მოშორება, რა ნების ცხიმი რისთვის გვაქვს საერთოდ რა, რატო გჭირდება ცხიმი? გჭირდება ცხიმი თან ძალიან. ანუ რაღაცა კიდე იმაზე მივდივარ, რომ რაღაცა ინსტაგრამით არ უნდა შევაფასოთ, იმიტომ რომ ინსტაგრამზე ხო აი ოდნავ ცხიმიანტებს რაღაც აი 14 13-14% რო აქვს ბულინგი მიდის რომ შეი რას მასწავლი პრესი არ მეტყობა არ გეტყობა ხო ხდები ანუ როგორი დამახინჯებული ინდუსტრია არის ხა წინაზე ამაზე ვილაპარაკ და ეხაც ანუ ყველაფრის საწყისი შეიძლება მანდ ვიპოვოთ რა კი და ანუ ცხიმი
აქვს ძალიან ბევრი ფუნქცია, აუცილებელი. ქალების შემთხვევაში კიდე რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი არის, მაგრამ ეს არის ენერგია, რომელიც დააგროვა ჩვენმა ორგანიზმმა. და ეხლა ამ საუკუნეში ეს ენერგიის დაგროვება იმიტომ ხდება უფრო მარტივად, რომ საჭმელები, მაგალითად პორციები რო აიღო, აი პატარა პორცია შეიძლება ქონდეს ძალიან დიდი კალორიულად იყოს გაჯერებული. ძალიან გაჯერებული შეიძლება იყოს პატარა რაღაცა, ანუ რაც პროცესირებული საჭმელია. ბუნებაში რო არ არსებობს. ზუსტად. ხო. არარეალური კალორია და ანტივადაც არის საჭმელი ხელმისაწვდომი. ზუსტად ეგ უნდა მეთქვა. ორგანიზმის მოძრაობა. მაგრამ ორგანოების ინსულაცია, ჰორმონების რეგულაცია, ბევრი ფუნქცია აქვს ცხიმს. ეხლა просто ზედმეტი წონა იმიტომ გვაქვს, შენაც თქვი და თქვენაც ახსენ, მაგიტომ გვაქვს ეს ზედმეტი წონა, იმიტომ რომ ადრე კილომეტრები უნდა გვერბინა რომ რაღაცა ჭუჭყი გვეჭამა და ეხლა შედიხარ და თლიან ღორს ჭამ, ხუთლარად არა. ფასები ისე გაიზერდა. მაგრამ ხო რა. და კიდე ისაა რომ ცხიმის ჭამითაც ზოგს გონია რომ ცხიმს დაიგროვებს რა, ანუ ცხიმს თუ ჭამს. ნუ მან პატარა სიმართლე არის რომ ისა რომ 1 გრამი ცხიმი 9 კალორიაა და აი პატარა ხო, მაგრამ მე მგონი მართალი ის არის რომ უფრო ადვილად ცხიმში არ გადადის. ცხიმში რა, ანუ მე და ეგ პროცესები დამავიწყდა, მაგრამ არა უშავს. ნუ კალორია ყველაფერი რა, მაგის თქმა უნდა, რაღაც ცხიმიანს რო შეჭამ, ცხიმიანი არ გახდება რა. კი. არა, ხო, ცხიმი არ ცხიმს თავის დადებითი ისენი აქვს თვისებები. ანუ უფრო დანაყრებული ხარ. კი, ეგ აქვს. კი, და ანუ ეგ და პორციას როცა არჩევ საჭმლის, ანუ ცხიმი უნდა შეეცადო, რომ ჯანსაღი ცხიმები იდოს რა პორციაში, რაღაცა მოიაზრებოდეს და არ უნდა გეშინოდეს, რომ რაღაცა ცხიმიანი კარაქი მაგალითად ჭამოა რა. ცხიმი ანუ კეტო მთლიანად მაგაზე არ არის აწყობილი, ცხიმზე არის აწყობილი მთლიანად რა. აი ცილა გონიათ მე მგონი და რეალურად ცხიმი არის, არა? რა გონიათ ცილა? არა, კეტოზე გონიათ რომ ცილები უნდა ჭამო. არა, კეტოსის ან კეტო ხო საინტერესოა რომ კეტოსისში უნდა შევიდეს ორგანიზმი. ეგ არის მთავარი, ეგ არის ცხიმის გამოყენება როგორც ენერგია. main source-ი. ხო და მე არ ვიცი, შეიძლება მეშლება, მაგრამ მე რაღაც ისე მაქვს რომ ბევრს გონია რომ ცილები უნდა ჭამო კეტოზე. ხო. ცილებიც აუცილებლად უნდა არა, ცილები უნდა ჭამო, მაგრამ ძირითადი არის ცხიმიდან იღებ ენერგია. ბევრი ცხიმი უნდა მიიღო. ცილა არის ყველაზე ასე ვთქვათ, ცუდი ენერგიისთვის. აქვე ვთქვათ, ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. რა რომ 30-40% თუ 30%-ამდე აი იმ ცილის რაოდენობა გამოიყენება მარტო გადამუშავებაში. ანუ ყველაზე ნაკლებად ეფექტური არის ენერგიის. ენერგოეფექტი. ხშირად რომ ხომ რომ აი დილით რა შეჭამე რაღაც თუ ვიღაცა ისე არის და ხაჭოს რო გეუნებიან რა. ხო, ანუ გონოთ რომ რაღაც ენერგია. ვარჯიშის წინ არა, ვაფშე არა. ზუსტად. კაი. აი ეგა. ოკეი, ეს ჩავკალე. ნეონელა ეხა მაინც კიდე უნდა მოუბრუნდეთ ხოლმე, აბა და ისეც მოუბრუნდებით რა, მაგრამ თავარი არის ის, რომ პრესის კეთებით ცხიმი არ იწვება მუცელზე. ადგილობრივი ცხიმის წვა არ ახლა არსებობს. იგივე კითხვით რომ მოდის. აი ვიღაცა რო გამოცა, აი როგორ არა. აი ჩემი ბიძაშვილი არის და ეს აი როგორ ხო ხდები. ანუ ყველა მეცნიერს რო მოკლედ მე მეგონა რომ ცოტა უფრო კაი გადასვლები გქონდა, მაგრამ ეხლა გადავდივართ ჩვენი სხეული როგორ ადაპტირდება ყველაფერზე. და ანუ მაგაში გვინდოდა გვესაუბრა, რომ ხერხემალი 360 გრადუსით მოძრაობს, ბუქნების დროს შეიძლება რომ ჩვენი მუხლები გაცდეს ტერფებს და პირიქით სასარგებლო არის, რომ ყველაფერს ასე ვთქვათ, ტვირთავ ყველა მოძრაობას. რა თქმა უნდა. ყველა მხრივ. რა დემონიზირება რომ იცი ხოლმე რაღაც მოძრაობების რა. ხო, ზუსტად. ეხლა ეს ცნობები რაღაც მიებით გქონია რომ განცდა მქონდა რომ რაღაცა მე სახაზავებით უნდა ევლოთ რომ 90 გრადუსიანი კუთხე არის თუ არ არის ხა ეს. ეგ იყო. მაგრამ ეხლა ჩვენ რო დავიწყეთ ვარჯიშ მოდი სიმართლე ვთქვათ ყველა ეგრე ვიყავ. წელი ჩაგდებული არა მე ეგრე ვიყავ. სიგიჟია არ უნდა მოგიხარა ბიჭო წელი. არა მე ვის იმას ხელს კი არ ვადებ არის მე მაგალითად რო დავიწყე ვარჯი ხალხს ყუთს ან ვაყენებდი. ზოგს რაღაცა შებოჭი მუხლები რო არ წასულიყო. მუხლები რო არ წასულიყო და რაღაცა შებოჭი ისედაც შეკრული და ყირავდებოდა და მე ვერ ხვდებოდა რა შეიძლება. შენ ვერაკეთებს. თავიდან რო დავიწყე, იმიტომ რომ ყველას ხედავდი რომ რაღაცა ყუთი ის ქონდა რაღაცა ცოტა ხანი. ბიჭო ეგრე ეხა ეგ გვეგონა რომ კი უფრო ეს მყესები და ისინი უფრო სუსტ მდგომარეობაში არის ბოლომდე რო ჩადიხარ, მაგრამ
ყველაფერი შეგიძლია ისე load-ი როგორ არის ქართულად. დატვირთვა. ხო, დატვირთო, რომ მე ადაპტირებადი იყოს რა, ეხლა ლაშა ტალახაძე რო 200 კილოგრამს იგდები, კი ეხლა ტრამვები აქვს და შეწირა თავი და რაღაც, მაგრამ 200 კილოგრამს რო იმაშვება და ბოლომდე ანუ ტრაქსადებს იმას ბოდიში საჯდომს ადებს მიწას და მუხლები არ უსყდება, ანუ რანაირად, ხო ხვდები? წელითან ძალიან სენსიტიურია რა, ეხ ჩემთან რო ვარჯიშობს ხალხი, მაგალითად ხარი ვისაც აწუხებს და რაღაცა მაჯა და რამე, ცოტა ისე არიან, თითქოს სერიოზულად არ აღიქვან, მაგრამ წელი თუ ტკივათ. ხო. და წელის ტრამა თუ ქონიათ, ძალიან შეშინებულები არიან და ოკეია რაღაც მხრივ, წელი უფრო მნიშვნელოვანი ადგილია მაინც ეხა ჩემი აზრითაც ვიდრე მაჯა, აი მაგრამ აი წელის ტრამა რომ მივიღო მაგალითად რა. ნუ 1 2 3 დღე ნორმალურია რომ რაღაცა შეება არ მოვიხარო და ისეთი მოძრაობები არ გავაკეთო, მაგრამ თვეები რო გრძელდება ეს ყველაფერი და მე 3 თვის მერეც რაღაცა კალამი თუ დამივარდება და ის ქვაც ვაკეთებ და აი წელს არ ვხრი და წონებს საერთოდ არ ვიღებ. მე უკვე ჩემი აზრით პრობლემა არის რა. და იმის გამო საბოლოოდ როგორც მაჯამ და მხარი წელიც ისევე იკურნება, ისევე ან შეგვიძლია დავტვირთოს ნენელა და დაუბრუნდეს თავის ხო ხდები ფუნქციას რა. მან რა მინდა შემოგთავაზო, ანუ შემოგთავაზო. თუ მიიღე, თუ არა და კაი. ის რომ მაჯა მაგალითად შეიძლება ამ ხელით ავიღო რაღაცა. ვიცოდი რომ გაგეცინებოდა და ან რაღაც ხარი რო გტკივა, ამ ეს ხელი დატვირთო, მაგრამ წელი ყველაფერში ჩართო, ანუ ლოგინიდან რო ადგე. კი, მაგრამ რო დაჯდესადმე, ხო, და მაგიტომ რა, ანუ ისეთი პონტი ყოველდღე გახსენე. მაგრამ თან იდე გაიხსენეთ რეკლამები. როდესმე თუ მაჯაკ ტკივა მაშინ, არა, ყოველს არის აი სუ ხალხი, რომელსაც წელი და ვაიმე. ან ისე წამლების ის არის წელი და სუ წითელი, და წითელი როა. ხო, ან კი. ძალიან ისეთია და ხალხსაც ეშინია. ერთი პერიოდი გახსოვს რაღაცა ინსტაგრამზე ის წამოდა როგორი ვიდეოები, აი ძირიდან რაღაცის აღების გაიდები წამოდა. აუ, ღადაო. აი გამართული ხერხემლისები ხო და პასტის ასაკი. და დაცინვები, ღადაობები რო წამოვიდე თუ რო ეგრე არ უნდა იმენა წამოვიდა რომ final flexion-ი არა. ანუ ხერხემლის მოხრა. ხო. ხერხემალი არასდროს არ უნდა მოიხაროს და ანუ ხალხი სერიოზულად ხსნიდა რაც ვიდეოები იყო რომ როგორ უნდა იყო. აი რაღაცა თქვა. კი, ძმაო. კატასტროფები რაღაც გამართული იმითია. მე მაქვს გავლილი, ბოდიში, მე მაქვს გავლილი, ის რა ქვია, დაცვის რაღაც სერტიფიკატი ბრიტანეთში და იქ იყო ერთ-ერთი თემა 5 როგორ უნდა აიღო. ხო. და აი არავითარ შემთხვევაში ესე არ უნდა აიღო. აბა ჩვენ იმეებს, რა ქვია, შენებლებს და იმეებს უთხაიქვებს და იმეებს ვიღაც, ანუ რაღაცა 50 კილოიან მეშოკები ეგრე და ან ადრე როგორ წელი. ყველაზე ხოძე. აი ისი საინტერესო რა არის, აი არანაირი ინფორმაცია რო არ მიცი ადამიანს. არანაირი ინფორმაცია არ მიცი და უთხრა რომ მიდი აიღე. ბუნებრივი მოძრაობა როგორ ბუნებრივად როგორ აიღებს? ანუ ეგრე აიღებს, ანუ გამართული ხერხემლი და წელს ჩააგდებს და რაღაცას მოკიდებს. არა, მოიხრება ხერხემლში და უბრალოდ აწევს ამას. მან ჩემთვის პრობლემა არის ხოლმე რომ ჰინს არ აკეთებენ რა. და საერთოდ ჰინჯი არის. აი, ესნა, ჰინს არ აკეთებენ, მე ანუ თეძოში თუ რა ქვია. მეჯბარძახში მოძრაობა. ხო, თეძოს არ იყენებენ, თეძესაც რო არ იყენებენ, სავარაუდოდ კვადრიცეპს და ჰამსტრინგებსაც არ იყენებენ და ყველაფერი აქვთ წელი. და მზად არ არის მაგათი წელი. ამ ყველაფრისთვის და იღებენ ტრამვას. ხო და მაგაზე გავაგრძელოთ ის, რომ რეალურად ტრამვა, ანუ რატო ხდება? იმიტომ რომ ეზიდებიან რაღაცას, რისთვისაც მზად არ არიან. Too much too fast. Too much too fast და ანუ დარბაშიც ვინც ვარჯიშობს და მოდი ვთქვათ დედლიფტს აკეთებს წაგას თუ რაც გინდა ღერძის აღება ძირიდან ვარჯიშობს რომ 200 კილო აი 200 კილოს წევს ჩვეულებრივად მაგრამ ერთხელ მოხრილი წელით 100 კილო აიღო და ეთკინა წელი რატომ მოხდა ეს იმიტომ რომ ადამიანს ტიპს ამ მოხრილი წელით დარბაში რომ დადის 5 წელი და ყველაფერი გასწორებული წელით იმაშვება და უცებ მოხრილი წელით აიღო, მაგიტომ მიტკინა. ის კი არა რომ ზოგადად ესე მოხრილი გატყხშიად როგორ არის ხოლმე, იცი, ანუ კარგად ახსენე. კი, უბრალოდ პროგრესია რო და ანუ გამართული წელით კი არ წევდა მარტო, ანუ პროგრესია ქონდა გამართული წელით ამ დედლიფტს. ანუ ჯერ რაღაცა 50 კილოვატია ამ გამართული წელით, მერე რაღაცა 80 კილოვატია 100 და ესეავდა 200-მდე. მაგრამ უცებ მივიდა და აწია 200 ვთქვათ
აი ჩათვალა საჭიროდ რომ დღეს ის არის და 200 ხოა წინაზე. მაგრამ 210 კი არ გააკეთოს, გააკეთოს 230. და რა მოხდა ესე იგი ამ ისედაც ნავარჯიშებმა ანუ ხერხემალი როცა გაშლილი არის ამან ვერ გაუძლო და ისეთ ფუნქციაზე გადავიდა დატვირთვა რომელიც საერთოდ არ უვარჯიშებია. ვაფშე არ ზუსტად. მოხრე ხერხემალში ისეთი წონა შეხვდა და გაიჭირა რომელსაც მზად არისო? რომელიც გამართულ ხერხემალს ვისაც ემზადებოდა იმანას კი ვერ გაუძლო. ამ ცილიანი დატვირთვა წამოვიდა ამ რაღაცა კუთხეზე როცა გადაიხარა ეს ხერხემალი და ძალიან ლოგიკურიც არის მაგ დროს ტრამვა რომ მიიღო რა. ეგ კაია რომ ახსენეთ, ანუ ეგ ხო ზუსტად მაგ დროს ხდება მე პრობლემა თორემ მოხრილი წელით რაღაცის აწევა და მაგის ვარჯიში ვაფშე ნებისმიერ სპორტს შევხედოთ. აი ჭიდაობას შევხედოთ. ანუ მან გამართული წელი არ არსებულია. არა მარტო მოხრა, გაშლა როგორი აქვს იქ ხო ზედმეტად ანუ აქეთ იქით ანუ ხერხემლის ძალიან დიდი რეინჯი როგორ ძალიან დიდი ისინია. მაგათი ვარჯიშები ნახე თავზე რო დგანან და ფეხებით რო და კი ეხა დარბაზში რომ მიხვიდე ეგ არის რა მე ჩვენთან ისე როგორ ის ყუთებთან ერთად ალბათ ვარჯიშ წელითაც აწყებინებდი ხო ამ წელის გახურება ბიჭო მაგას გულისხმობ. ოღონდ მოძრაობა კი არა. მარტო არა იმაზე რო აყენებდი რა აქვე ჰიპერექსტენზია ხო რა ანუ წელის მოძრაობა კი არ ხდებოდა რეალურად იზოლირებულად, ანუ ისომეტრიულად, სტატიკურად არ ვიძახით. ჩვენზე ყველა წვრთნელის საყვარელი გახურება მაგას არის მოძრაობა ხერხემალში. ხო, მაგრამ სინამდვილეში ეგ ხერხემლის გახურებაც არა. ანუ როგორც აი ამ სახსას რო ამოძრავებს სინოვიური სითხე იმაშვება მუშავდება რაღაცა და ამ სახსას ყველა კუნც ავარჯიშებ, რეალურად მანდ ისომეტრიულად, რომ აი ეს რაღაცა რომ დავიჭირო და ესე გავახურო კუნთი. ეგრე ხდება. ანუ ეგეც რას ვიძახი? რატომ მოხრაც ხდება ხერხემალში? არა უმეტესობა მან მაგ მოძრაობას მეინჯ ბარზახში ხო არ აკეთებს უშუალოდ ხერხემლის მოხრა და გაშლას. მაგრამ მან და რეუბნები რომ გასწორე წელი. მე საერთოდ არ ვიყენებ მაგას როგორც გახურება. არა, როცა ჩვენ საუბრობთ იმაზე, როცა იყო ეგ. ეგ უბრალოდ პრობლემა იყო, რომ ვერ ხდება გაუაზრებელი იყო ეგ მოძრაობა. ანუ ადამიანი მოვიდა 5 წუთი ბილიკზე გახურდა და აწყებინებ წელის გახურებით, რომელი ვარჯიშის იდეაში არის ანუ საერთოდ სხვა. საერთოდ სხვა და თან მე მაგრამ წელის ვარჯიში შეიძლება მანდ გააკეთო, მაგრამ საერთოდ სხვა ვარჯიში. მე ხშირად ვიყენებ მაგას, აი ზუსტად მაგ ვარჯიშს, იმიტომ რომ თუ მინდა ეგ გავაკეთო. თუ მინდა რომ ხერხემლის აი ეგ ფუნქცია დავტვირთო. მაგრამ მაგითი არასდროს არ დავაწყებინებ რა. ხო და არა მე იმას ვამბობ, რომ დააწყებინო, ეგეც არასწორი არ არის. არასწორი თუ იაზრებ რასაკეთებ. ხო, რა ვარჯიშს მაგას ვამბობ. მაგრამ ჩემი გადმოსახედა როგორ არის, აი თუ მაგის მერე სხვათები არის გასაკეთებელი რა. ეს დაფამფული რაღაცა წელი კუნთები და ისინი რაღაცა არ იმაშვება ხოლმე რა. მაგრამ ტიპსაც გააჩნია რა, ანუ ტიპი თუ არის თუ რაღაც წელის პრობლემები აქვს და ცოტა გინდა რომ ასე ვთქვათ აქტივირებული ან რაღაც მზად კონდეს. აკას მანდ გამოვიყენებდი სტატიკურად ალბათ მაგას რა. ხო, არა, სტატიკურად მე რას გულისხმობდი, იცი რომ თეძოში მოძრაობ, მაგრამ თვითონ წელის კუნთები გაქვს სტატიკურად არ მოძრაობს, არა, როგორც ჯეფერსონს კროლზე კი არა. ხო მივხვდი რა. მაგას გულისხმობდი სტატიკურად. ხო და თავი ეგაა რომ გააზრებულად იცოდე რა გინდა და რატო აკეთებინებ ამ ადამიანს ამ მოძრაობას. ზუსტად. აი ეთყობათ მწვრთნელებს რომ აი ტიპი შემოვიდა უცებ გაახურა და რაღაც წელს აკეთებინოს რომ წელი გაახურებინოს რომ წელის ტრამვა არ მიიღოს მე რა ვარჯიშებსაც აპირებს რომ გააკეთებინოს რაც არის ანუ სულელი არის რა ამ ძალიან ესე რო თქვა ძალიან რა posterior chains ახურებს რაღაც პონჩი და posterior chains რომელიც შეიძლება ძალიან გადაჭიმულია ისევ რაღაც ეგ უკვე არის როცა ინფორმაცია გააქვს ეხლა მაგას რო არ აქვს ეგ ინფორმაცია ეგ გასაგები არის მაგრამ თავარია წელი გაახურა რომ არ გეთქინოს აი მაგას წელი გაახურე ხო მაგას აბა თუ არ გაახურე როგორ ხო ხო და შენც მაგას იმდენად ნიშნავენია წელის ტკივილი რომ არ გქონდეს წელი გაახურა და იდეაში ჩვენ რასაც ვლაპარაკობთ ეგაა მნიშვნელოვანი რომ ისე თუ ვარჯიშები შეარჩიო რომ ამ ხერხემალმა სხვადასხვა მოძრაობები გააკეთოს ყველაფერში ძლიერი იყოს ყველაფერი პროგრესია ყველა მოძრაობას რომ მნიშვნელოვანია რომ დაიწყო დაბალი წონით და ნელ-ნელა მოუმატო რაც არ უნდა ვარჯიში იყოს ხერხემლის ვარჯიში თუ რა ნებისმიერი და ხერხემლის შემთხვევაში ეს იმიტომ გვინდა ან სხვა მოძრაობის შემთხვევაში იმიტომ რომ როცა მოგიწევს რომ რაღაც ამ პოზიციაში გაიჩნდე კი აღმოჩნდე რომ არ იყო მოუმზადებელი მზად იყოს ეხლა მაგალითად რაღაცა სკამების შემოტანა რო გვინდოდა ეხლა არა საჭირო რომ რაღაცა ჩაიჭიმო სახში რაღაც ვერ უნდა აიტანო უფრო მძიმე სახში რაღაცა ხო შეგიძლია აგ კიბეებზე აგაქვს და ჩვეულებრივი ამბავია შეგეძლოს არც ფიქრებ გახურებაზე ნუ ჩვეულებრივი
მოკლედ ხო დავამატოთ რამე კიდე ერთადერთი მუხსერ ისე თქვა მინდოდა მუხსერ არ ვილაპარაკი მუხსერ ის აი წალახაძეზე რო თქვი და რო თქვი ამ რაღაც კუთხეებზე რო თქვი ხო აი ადამიანი რომელიც მიჩვეული არის ყველაფრიდან გამომდინარე რაც ვისაუბრეთ ადამიანი რომელიც მიჩვეული არის რომ სულ 90 გრადუსიან კუთხეს აკეთებს ამ ჩაჯდომაზე რომელიც არასწორი არ არის ანუ არის ხო შეგილია ეგ უკვე ითვლება როგორც რაღაცა ჩაჯდომა თუ 90 გრადუსამდე რო ჩადიხარ კომპეტიშენში არის ეგ ხო ეგა მაგამდე უნდა მიხვიდე მაგრამ მე გარი მარტო რაც კომპეტიშენ ლიფტებზე რო საუბრობთ ეგ არის ხო და არ გჭირდება მე არა ეგენიც ბოდიში თუ გაწვა არა ვარჯიშობენ ქვევითაც ხო რა ქვია მაგას hold მოკლედ ხო და ის ტიპი ადამიანი რომელიც სულ ეგრე ვარჯიშობს 90 გრადუსიანი კუთხით უცებ რო ჩაჯდეს ქვევით მართლა ეთქვა ვერ გაუძლოს წონადაც ხო მართლა ეთქვა იმიტომ ზად არ იქნება მყესები არაფერი იმიტომ რომ ანუ ელემენტარული ეს პატელარული ესენს ვაფშე არ შეიძლება არ იწიმებოდეს მაგამდე და უცებ არ იწელებოდეს და უცებ ძალიან დიდი დისკომფორტი ზუსტად აი პოინტია ხო მაგ იგივე ხდება მანდაც რომ ანუ მზად არ არის და დიდი დატვირთვა და რა შემოვარდა უცებ სოციალურ ქსელში ეს ტიპი is over to guys რომელმაც აი ძალიან მარტივი რაღაც შემოიტანა ვარჯიშები რომლებიც იდეაში ყველგან შეიძლება გააკეთოს სახლშიც რაღაც ელემენტარული გჭირდება სადაც მუხლი იმაზე მეტად წინ მიგაქვს ვიდრე ზოგადად მიქონდა და ამით ადამიანები რავი წამოვიდა თავიდან რამალე გახდა პოპულარული კომენტარები რომ ვაიმე რა კარგად ვარ ჩემი მუხლები ჩვეულებრივ ხალხზე ვლაპარაკობ რა მოვარჯიშეებზეც მაგრამ აი ჩვეულებრივ ადამიანებს რომ უცებ ყველაფერი არაფერი მაგაში ხო არ იყო პრობლემა ხო ბოდიში გამთავრებინა არა ისეთი ანუ საოცარი და ისეთი არის არაფერი ხო მოძრაობა არის მკურნალი ეგ არის მნიშვნელობა თვითონ ჯანსაღი და მოძრაობა შეიძლება ბევრი პრობლემა მოგვარებინოს ანუ ძალიან ბევრი ტკივილია რომელსაც შველით ჩვენ უბრალოდ სწორი რაღაცა მოძრაობით როგორც უნდა იყოს ისეთი მოძრაობით და ყველა ინდივიდუალურია და შენ თუ არ აჩერებ შენ განვითარებას სულ რაღაცას კითხულობ შეიძლება რაღაცამ არ იმუშაოს ადამიანზე რა და უნდა შეგეძლოს რომ ეს ყველაფერი შეცვალო ანუ მაგას მომე ტვინში თუ ბევრი ვარჯიშია აი რაღაცა მიზანი თუ გაქვს ადამიანთან რომ რაღაცა აი მოხრა არ შეუძლია ამ ადამიანს ხერხემლზე ძალიან სუსტია აი ბევრი ვარჯიში უნდა ქონდეს ტვინში სხვადასხვა ვარჯიშები სხვადასხვანაირად ბევრი ხელსაწყო რა რომ იგი სხვადასხვანაირად მიუდი ხო იმიტომ რომ აი ამას ვერ აკეთებს მოდი ეს გავაკეთებინოთ იგი ანუ იგივე კუნთებს თვითავს მაგრამ არ არსებობს ხო იდეალური ვარჯიში და რომ აი საუკეთესო ვარჯიში რა არის ხერხემლისთვის არ არსებობს ეგეთი ძალიან მნიშვნელოვანია ანუ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ვთქვათ ის რომ პროგრამას კი არ უნდა მოვარგოთ ადამიანი არამედ ადამიანს უნდა მოვარგოთ პროგრამა ყოველწლიურად იმას ეს არ შეუულია და როგორ ხდება ხოლმე წვრთნელებს რაც ერთი ჩამოწერილი შეიძლება რაც ის კონდეთ და ამითიც ცდილობენ ყველას ვარჯიშს მაგრამ ყველას ორგანიზმი ხო ინდივიდუალურია, ყველას სხვადასხვა მოთხოვნილება აქვს. და აქედან გამომდინარე ეს პროგრამაც ზუსტად მაგათვის მაგაზე უნდა იყოს მორგებული. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რაღაც სტრუქტურა უნდა იყოს. მე ხა Instagram-ზე ვნახე და ისი გადმოხტა და ესა გადმოხტა და ეხა მომწონს და ეგეთი რაღაცები არ შეიძლება. ხო. რას ვიზახთ რაღაც სტრუქტურა უნდა გქონდეს. ну აი ჰიპინჯი მინდა აქ, სკვატი მინდა აქ, რაღაცა, მაგრამ მე ხა ის ბექ სკვატს ვერ აკეთებს, ანუ ხერძის სკვატს ვერ აკეთებს, გობლეტ სკვატს ეს დასვა, გობლეტ სკვატს რაღაც ვერ იმაშება, მოდი ამას გავაკეთებ, იმას გავაკეთებ. ყველაფერს ავტორეგულაცია უნდა, ანუ მაგის ცოდნა კი არა და ну გამოცდილება უნდა გქონდეს, არ უნდა იყოს ისე. ეგ გონი დროსთან ერთად მოდის, მაგრამ ინტერესია ძალიან მნიშვნელოვანი, რაღაცა კიდე ჩვენთან როგორ ნახეთ რა სერტიფიკატი და всё მორჩა. აი ყველაფერი ვიცი დარბაში რა. მეც ეგრე მეგონა. რაღაც ეტაპი ყველას გავდივართ იმას რომ გონია რომ პიკში ხარ და აი რაღაცა ერთი გონია რომ არის სიმართლე და დანარჩენი ბულშიტი ან რაღაცა მე მაგის მე კიდე რო სწავლობ და რო ცდები და რაღაცა მე ჩამოდიხარ და ხვდები რომ იმდენი რაღაცა არის რომ აი წარმოუდგენელი ეგრეა ნუ ბევრ სფეროშია ყველა სფეროში აი ადამიანი იცი რომ იტყვის რომ აი მე ჩემი სფერო ვიცი всё აი ყველაფერი ვიცი რა არა სულ განვითარებას გადის თან ეს ჩვენი სფერო მაინც რაღაცა იცვლება და სულ ახალი კვლევები გამოდის და ბევრი რამე იცვლება რა არის ჩემთვის ამ პოდკასტის გაკეთების ერთ-ერთი მიზანიც ეგ არის, რომ ისევ რაღაცა ავმოძრავდე მაგ მხარეს. ყველაფერს თავი რო დაანებო, ჩვენთვის არის სტიმული, რომ მეტი ვიკითხოთ, რომ რაღაცას რო ვლაპარაკობთ, უფრო მეტი ის გქონდეს. ბიჭო, ეგეც და სტუმრებსაც მოვიყვანთ, ჩვენც განვითარდებით, გავნათლდებით. ძალიან მნიშვნელოვანი. ანუ
ჩემთვის ერთ-ერთი მოტივატორი ეგაა, რომ просто ჩვენზე მაგარი ტრენერი არ არსებობს ამ კალაკზე ვინ უნდა მოვიყო მე კიდე ყველას თავისი ნიშა რაღაცა არ ვიცოდი ვერ ვამბობდი ხოლმე რომ არ ვიცოდი ეგ იყო თემა ეგოს თემას ეხება ეგ მაგას გულისხმობ ხო აი რაღაც ელემენტარული არიან ეხლა ჩვენთანაც ახლოში არიან ტიპები ვინც ეგრე არიან და ანუ არ უსწორდება არა ეგ არის გააზრებ უნდა გაიაზრო ეგ რა ეხლა მე არის არა ხო ეხლა პირიქით რომ არ ვიცი რაღაცა მომწონს რომ არ ვიცი ხო მე ვორჩებ რამდენიმე რაღაცა 20-21 წლის ტიპები არიან რომელსაც ძალიან აინტერესებთ ვარჯიში რა და რომ მოდიან ხარ რას მეკითხებიან ხან ვიცი ხან არ ვიცი და აი რო არ ვიცი ძალიან მიხარია და უსმენ იმიტომ რომ წარმოიდგინე ადამიანი არის ინდივიდი არის იმან და არის რჩა რაღაც და მიზიარებს ეხლა მე რაღაცა ჩაუდგე რომ შენ მე ამას როგორ მასწავლე ასე გიჟე არის ხო სონის გადაცემა მაგრამ არის ვიღაცა მოვა და ეხლა მოდი პრესებს გავაკეთებ და აქ ცხიმი უნდა დავცვა ეგეთებიც ბევრი კი იყო ეგეთი კიდე იყო ჩემთან არ მე მაგრამ იქს ეგეთები რო ხდება ხო ხო ეგეს აღარ ვიტყვი კაი შენ მეგირა მე მგონი იმას ვქენით ეხლა თავიდან მინდოდა მეთქვა რომ იქნებ გადავსულიყავით ვარჯიშს იმიტომ ვარჯიშს ბაზრობთ მაგრამ მოდი რადგან რაღაც პონჩი იმაზე შევეხეთ რომ როცა დატვირთვა ზედმეტია იმაზე ჩვენაც შეგვილია და მაგას რო მაინც ვაწვევით ego lifting-ზე ვისაუბრეთ ეს დავახოთ თქვენ ხო, კარგად ებმევა ალბათ, აი deadlift-ის რაღაცა მაგალითს. ხო, ეგ რატო ხდება? ეგ ego lifting-ი რა არის ვაფშე? მაგალითი რაც აღწერე, ზუსტად ეგ ego lifting-ი იყო რაღაცა გადაახტა რაღაცას. შენი გამოცდილება შეგიძლია გააზიარო, ჯერჯი მე ხა დიდად ego lifter-ი არ ყოფილვარ. ხო, მე როგორ არ ყოფილვარ? ანუ მე გავიარე ალბათ დარბაზში ყველა ფაზა რაც შეიძლება ჩვეულებრივმა რაღაცა ლიფტებმა გაიაროს. მე ბიცეპსი მინდა მოტკეცილი მაიკები გინდა, რაც გინდა, ყველაფერი გავიარე. იყო ვარჩე მარტო ბიცეპს რო აკეთებდა. ბიცეპსი მინდოდა, კაცო. არა, გინდოდა. დიდი ხელი მინდოდა, გოგოებს ეგ მოწონდათ. არა, იყო ვარჯიშის დღეები, სადაც მოდიოდი და მარტო ბიცეპსის ვარჯიშებს აკეთებდი. ბიცუხას დღე. ეგ იქნებოდა უკვე ცოტა სხვანაირი მიდგომა. ეგ უნდა ვიცოდე, რომ მაშინ აი სპეციალიზაცია პროგრამა შევადგინე ბიცეპს და არა. ხელი მეუნებოდა რაღაცა ვარჯიშებს, რომელიც ამ გადმოსახედიდან იყო სახსარში მომხრელი კუნთის ბევრი ვარიაცია. ანუ რაღაცა თქვა ჩვეულებრივი აწევა ბიცეპსზე ჰანტელებით, მე შტანგით, მე ჰამერი, მე ყველა ბიცეპსი არის, ხო ხვდები? ანუ სულ სხვადასხვა რაღაც განსხვავებები არის, მაგრამ თავარი მაინც ბიცეპსი იყო და ფუნქცია ერთი ქონდა. ამ ხელს ხვრიდი მოკლედ და სულ ესე მივდიოდი რა. და მეც კმაყოფილი ვიყავ, იმიტომ რომ აი ჩამე ფამფა და ანუ მაგაზე გქონდა ძირითადად. მე ანუ მაშინ არ ვიცოდი, ეს ძალიან დიდი ხნის წინ იყო ეს უკვე რა. არა, ხო. ego lifting-ზე და შემთხვევა ქონდა ego lifting-ზე. ego lifting-ის რა თქმა უნდა, აი მაგალითად ყველაზე ისეთი ისაც იყო, ყველაზე კარგი რაც მახსენდება. მე და ჩემი მეგობარი ვარჯიშობდით ერთად. ხო. ხო ხდება პროგრესია თავიდან ძალიან ჩქარი არის. ხო. მერე ნელდება. კი, რომ მივხვდით რომ bench ვეღარ ვუმატებდით ისე როგორც უნდა. ერთმანეთს დავუწოთ ხელით მიხმარება. მეც ვაწევინებდით ერთმანეთს, წარმოიდგინე ხელებით სულ. ხოდი ანუ ტექნიკა ცუდი იყო? ხო და ეგ კიდე არა უშავს ტექნიკას თუ ინარჩუნებდი? ტექნიკა ალბათ არ მქონდა მაშინ არის. ანუ აი ეხლა რომ მანახა შემეხედა გეტყოდი. იმიტომ რომ მე უფრო მაგაზე მაქვს ხოლმე რომ ტექნიკურად საშინლად რო აკეთებენ და აი просто წონის გამო. მოდი ავხსნათ ego lifting-ი რა. მართალია რა, ხო. ხო, თუ გინდა არა, ხო ხსენთ. მოკლედ ego lifting-ი არის ის რომ ახლა როგორ დავიწყო აქ როგორ არ ვიცი. ნუ არის რომ შენ გინდა რომ აი ვიღაცა თulis, მოვარჯიშე თulis, რომ რაც უფრო მეტ წონას აწევს, იქნება უკეთესი კუნთისთვის და ამ დროს ტექნიკა და ხარისხი მოძრაობის ვაფშე მიფრინავს, ანუ ვაფშე იკარგება, იმ კუნთს არ ჭიმავს, ჭიმავს ავარჯიშებს და ავარჯიშებს დანარჩენ სხეულს და ის კუნთი ვაფშე არ იტვირთება და ანუ მაგრამ წევს 30-ის მაგივრად 50-ს. ანუ მარტივად რო ვთქვა, როცა ანუ ego lifting-ი, როცა შენი ego აღემატება შენ შესაძლებლობებს. ხო, იმიტომ რომ გინდა რომ მეტი აწიო და ანუ ნუ რატო არის ეს ცუდი? იმიტომ რომ რეალურად იმ კუნთს შენ რასაც გინდა ავარჯიშებდი, არ ავარჯიშებ და მეორე შეიძლება არასწორად რა მომზადებლად თუ რაღაცნაირად ვარჯიშობ, აკეთებ ამ მოძრაობას, შეიძლება რამე იტკინო. ხო? კი. ეგ არის თავი რომ რაღაცა ამოხდება. რატო აკეთებ მაგას?
ბიჭო წონა რა ბიჭები რო გააოცოს ეს ამისთვის იმდენად უცხოარი ექცევა მაგაცები რო გააოცო ხო ხტები მე მინდა ის მიხვდეს რატო აკეთე ბიჭო შეიძლება ვაფშე არ იყოს მაგრამ ფიქრობს რომ აი 50 კილოთი აი ამას რო ვაკეთებ ხო ანუ ის არის რა უფრო მეც შვევი ვიდრე აი 30 კილოთი full range-ში ანუ მთლიან დიაპაზონზე ვავარჯიშებ კუნძს ან გონია რომ აი ეს 50-100 კილო უფრო მეც არა ერთმანეთს აბულინგებენ არა ხა ბავშვები წრეში რო დაგიდნენ ერთმანეთს აბულინგებენ ასწევ ამას რო ატოცევ და ბევრი ის ყოფილა შტორი ნუ მაჩოიზმი და ის ბავშვებში უფრო ხშირი არის ეხა ბავშვები ვისაც ვარჯიში მართლა ევასება ძალიან ისეთი განათლებული ბავშვები მოდიან რაღაცა ან ეხ სხვა კი ბევრად განათლებული ბავშვები მოდიან კი ეს არის ოკეი ego lifting-ი ეგ არის რავი ახლა მე საინტერესო თემა არ არის დიდად რა მარტივი თემა არის რომ არა მაგრამ ნუ რეალურად ჩვენ იმის თქვა გინდოდა რომ მანდ ირღვევა ტექნიკა და ტექნიკა როცა ირღვევა შეიძლება იტკინო რაღაცა პრობლემა იყოს და რეალურად უბრალოდ დროს ხარჯავ და ეხლა ხანდახან არის ხოლმე რომ აი მე-12 მე-13 რეპიან რაღაცა რო გაქვს და ვეღარ აკეთებ მე-4 სეტზე ეგრე გააკეთო იმიტომ რომ რა თქმა უნდა იმ კუნს მაინც ხმარობ ხო რა კარგად გადაებმევა ეხლა რეფრინჯები მაგას ოკეი კაი ხო მაგრამ როცა ძირითადად ჩენი 90% ვარჯიშის უნდა იყოს მთლიან დიაპაზონზე ისა რა ქვია მოძრაობა და ანუ კარგი ხარისხის რეფები ოკეი ესე იგი რეფრინჯებია რა დავაი რეფრინჯებზე გადავიდე გამეორებები ანუ რამდენი გამეორება უნდა გავაკეთო რისთვის ხიმისთვისთვის 12 რა მოდი ეგ რა სისულები მე მაგის პროპონენტი ვიყავი ერთ დროს მე მიჯეროდა მე არ მithქვია მაგრამ ეს მიჯეროდა რომ რაღაცა იმიტომ რომ ისე დარწმუნებით გეუნებოდა სადაც ადამიანებს ეგ რო ჩვევიოთ დაგიმოღამებია ზოგჯერ შეიძლება ისეთი დარწმუნებით გითხრან რაღაც რომელიც არ იციან რომ შეცადაც გჯერა აი ჭორები ეგრე არ ვრცელდება რა ისე დარწმუნებით გეუნება კი თავდაჯერებო ისე მეუნებოდა ვიღაცა ტიპი რომ რასაკეთებ ანუ ეხა კაცზე თუ გადახვედიო ეგრევე წონებს დააკელი და ბევრი გამეორება რომელიც ვაფშე განსხვავდება იმისგან კაცი როგორც უნდა გამოიყურებოდეს რა ანუ თუ დაკლება გინდა და გამოშრობა უნდა გააკეთო ბევრი გამეორება ყველა ვარჯიში ეგ ალბათ ის საიდან მოდის აი კარდიოში რო გადაყავთ ბიჭო არა სიმართლე არის რეალურად ზუსტად პრესებზე რაც ვისაუბრეთ ეგა რომ კარდიოში გადაყავს და უფრო იღლები ანუ კარდიოვასკულური მაგრამ ანუ ვეღარ სუნთქავ აი ერთი რაღაცას დავამატებდი იმიტომ რომ ამასთან ახლოსში არის ვერ ვაგებინებ ჩემ მოსწავლეებს რომ ხუთ გამეორებას ძლივს რო გააკეთებენ და ნახევარ წუთში ვაფშე დაღლილები რო აღარ არიან კუნც კი არ აცდიან კიდე დასვენებას იმიტომ რომ აი ეგ თემა არ აქვს და სავარაუდოდ მაქედან მოდის რომ 20 რო აკეთებს ვეღარ სუნთქავს იმიტომ რომ აერობული თემა ხო ირთვება მაგრამ ეგ ხო ერთი ისაა რომ მაგ მედგამეორებას რო აკეთებენ აერობულში გადაყავთ დატვირთვა კარდიო ის არის მაგრამ აი სიმძიმეებს რო აღარ წევ ანუ კუნს იმხელა სტიმული არ აქვს რომ დარჩეს ანუ ნახე ბიჭო არა დროის დაკარგვა არის მაგის გაკეთება ანუ წონების დაკლება არის ან ძალის მომატება ან კაცზე რო ვილაპარაკოთ რა კაცზე უნდა ჩვენი მიზანი უნდა იყოს რომ ეგ ხო ის თავის თავი შევინარჩუნო მაქსიმალურად რასაც ვწევდი კათამდე ეს შენ მითხარი მე კუნთის გაზრდა თუ მინდა რამდენი გამეორება უნდა გავაკეთო აი გააჩნი ახლა ზუსტად აი კერდის გაზრდა მინდა ახლა კერდის გაზრდა 10-12 13 რო გააკეთო შეიძლება დაგეწვას ეგა ხო აი კატაბოლიზმი 10-12 შენ რამდენი გამეორებას აკეთებინებ საინტერესოა რა მოძრაობაზე რა განსაზღვრო შილა და რა არის აი ვიღაცას რო ვეუნებით ჩვენს ხო ხმარობთ 8-12 რა კი მაგრამ ვიღაცაზე ხმარობ რაღაცა 6-7 შეიძლება 6-8 შეიძლება იხმარო ხო რა განსაზღვროს ხოლმე აი რა განსხვავება ხო ნუ ჩემ შემთხვევაში გაჩნია ტიპს როგორ ვავარჯიშებ მე თუ 4-5 სეტი მაქვს ხო შემილია 10 გავაკეთო და ჯამში რამდენი გამოდის 50 გამეორება გამოდის ხო რეალურად ეგ არის დაფუძნებული ძირითადად რამდენი გამეორება უნდა გააკეთო და თითო გამეორება უდრის რამდენ დროს წინააღმდეგობის ქვეშ ერთ გამეორებას ზუსტად კი ანუ ერთს რო ვაკეთებ ანუ 3 წამი მჭირდება ხო და ანუ რაღაც 40-დან 60 წამი არის ესე აღებული ყველაზე კარგი არის ოპტიმალური mechanical tension-ი როგორ თქვა მექანიკური დატვირთვა მაგრამ კუნთისთვის და გადახვევა რა კუნთი ძალიან ბევრი ინგლისურ
ტერმინს ხმარობთ, მაგრამ ეგეც უნდა ნუ გაიგოს. აუხსნათ შეუძლებელი არის ამ ტერმინების გარეშე, იმიტომ რომ აუხსნათ. ჩვენ აენაზე ვსწავლობთ, ანუ შეიძლება სავარჯიშო ლექსიკონი მაგის მიხედვით გვაქვს. თორე ხა რაღაცა რო გადავხედოთ ჩვენო პოდკასტს, ბევრი ინგლისური ტერმინი გვაქვს, მაგრამ ანუ ჩემი აზრით ნორმალურია. აუხსნათ, ჩვეულებრივ, პროსტ უბრალოდ ჩვენ ეგრე ვისწავლეთ, რომ ქართველისთვის არავის ბუნებრივი იყოს რა. მაგრამ არა, შენ თქვი, მაგრამ პატარაზე აუხსნათ, ეხლა ფლექშენი ვინ იცის რა არის რა. ხო, ფლექშენი, პოტასის ფლექსის, უბრალოდ ვიღაცა ფლექშენი. აი ეხლა ხომ მიდის ასა შეიმინგი მიდის ხომ რომ მე ისაუბრე მეტი ქართულად და რაზეც ვილაპარაკო. მე მომხრე ვარ რომ ქართულად ვილაპარაკო, მაგრამ რაღაცები არის, რასაც ნუ ქართულ იმაში არ არსებობს. შეიძლება ნახე რომ ამერიკაშია გაზილი და რა. მე ამერიკაში გავიზარდე, რო იცოდი. შენგან ყველაზე ქართულად ვისაუბრო, შენ ზოგის ყვარიცი ქართულად. ეს არის სიმართლე. ისე მაგ გუჯობა რა. ანუ ეხა კარგად საუბრობ, არა შედა. ბევრად კარგად საუბრობ. შენ ეს მიზანი გაქვს ხო ამ პოდკასტში? ეს მიზანი მაგ ხო და მე მან ვითარდები. მაგრამ იმას ვიტყვი, დავამთავრებ იმას თუ შეიძლება. ანუ ოპტიმალური დრო არის ეს 40-60 წამი ჯამში, ნუ გამეორება. ხო, 30 გამეორება მინიმუმ უნდა იყოს თქვენად ამ კუნძზე. ვარჯიშის ბოლოს. ეხა ამას როგორ მიიღებ? რა მნიშვნელობა აქვს, ხო? ანუ 5 მისვლა 6 გამეორებას გააკეთებ, თუ თავარია ბოლოში კონდეს ოპტიმალური მექანიკური დატვირთვა კუნძზე და კუნთის გადაღლა რაღაც დონემდე. საბოლოოდ ეხა დაწვამდე როგორც გვეუბნებიან დღესდღეობით მეცნიერები ის არ არის, რომ კუნთი ბოლომდე არ უნდა ჩაკლა, მაგრამ თუ ჩაკლავ დაზღვევა არის ის, რომ იცი, რომ ანუ იმ სტიმულს აძლევ კუნთის მომატებისთვის. სულ არ უნდა ჩაკლა. ახლოს ფეილერს დღეს რო ჩაკლა ოკეია, მაგრამ ხვალ ზეგ მაზეგ სულ რო ჩაკლას აკეთებ ოკეი აღარ არის. და მოდი ის თქვი, იმის თქმა უნდა, რომ ყოველ ვარჯიშზე რო სახე გაიძრო და ბოლომდე ივარჯიშო და რაღაცა მის უმეტეს როცა ეგ გვერდზე ახარ და რაღაცა იმებზე. ეგ საინტერესო რატო არის, იცი? წვრთნელების კიდე როგორ არის ხომ? ერთიც ეს რამდენი ერთი უნდა თავიდანვე არასწორად გაუთვალე რეფრეინჯი ხა 6 უთხარი და 20 საკეთებს ხო ხდები რამდენი რეალურად შენ დანაშაულს კი არა და შენ შეცდომას ასწორებ ანუ მაშინ პირდაპირ უთხარი რომ აი ტიპი ვაკეთებს და 10-იც მაგას ვეუბნები რო ვეღარ აკეთებ და 10-იც ხო და მაგას ვეუბნები ხოლმე ჩემ მოსწავლებს რომ ყველაზე მარტივია რომ ადამიანი დაღალო კი გას და მწვრთნელის ამის რაღაცა აი ფერი არ უნდა მაგას განისაზღვრება 50 ბარფი და დღეს ვარწყი ვარჯიშზე მაგარი ხო დაღლა არ არის მიზანი რა სკვატი რატო უნდა ასწავლო მაშინ ვიღაცას როცა ერთი წუთი დააყენე კედელზე ვოლსის და ისი აეწובה ქვადები სკვატზე შეიძლება ეგრე არ აეწოს არასდროს და რა ვქნათ ეხა ეგ არის საუკეთესო ეგ ისევ იქიდან მოდის რომ იმ ადამიანს ისევ გონია რომ ვინც ვარჯიშობს რომ აი თუ დაიღლება და ბოლომდე დაიხარჯება და რაღაცა აი ხო შედეგი უფრო ექნება კი მაგრამ კარდიო ანუ აერობულად რო რაღაც პონჩი დაღალო ეგ ყველაზე მინიმალური პრობლემა არის არა და ეგრე თუ გააკეთებ უსწორდება რა ეხა ჩვენი მხრიდან ჩვენი გადმოსახედიდან ყველაზე ცოტა ისე ვიყურეთ, მაგრამ ტიპი ადამიანი ჩვეულებრივი ტიპი. არა, ვიცი რომ არ ამბობ. მე ისე ვიძახი. კი, რა თქმა უნდა, როგორ არ ვიცი. წვრთნელზე რომელიც ყველა ვარჯიშზე აი ბოლომდე წურას ჩვეულებრივ ადამიანს რომელიც სპორტსმენი. აი აღდგენა არ აქვს. არაცდის აღდგენას და ან თუ გინდა კაცო გააკეთებინე რაღაც ეგეთი ჰიტი გააკეთებინე ბოლოში, მაგრამ აი მთავარი მიზანი ნუ იქნება შენი რომ რაღაცა ბოლომდე გაანადგურო და მე იმას ათქმევინე რომ აუ რა მოვარჯიშა ხვალ კიბეზე ვერავედი ხო კიბეზე ვერავედი ისეთი მოვარჯიშა ეს ვინ არის მონსტრი არის ესეთი აი ეგ შენ გიქნება ახლა ყველაზე მეტი შეხება მაგ სტრეს მენეჯმენტთან სპორტსმენებთან არა ანუ დაავადებული გაქვს ეგ რა დროს როგორ უნდა იმას საქმე ფაზები არა მაგრამ რაღაც სულ ქრონიკული განსტავრო რაღაც დააკლეს ბიჭო თან მოჭიდავეები ჩვენი ქართველები ხო იცი იმერ კვადარკინე ხო რიყის ქვები იმერ კინას ჭამენ და რაღაცას რო დააკლებ პროსტა შემიძლია რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა რაც შემიძლია ვთქვა რომ იყო ეგ რომ გავაგებინე რომ ბევრი კარგს არ ნიშნავს ძალიან მაგარი ეგ მაგარი ანუ ეგ
просто იმенно უნდა ცოტა რთული გასაგებია. იქამდე მინდორს სპორტსმენის განათლებული უნდა იყოს მაგ მხრივ, ანუ რა ვარჯიშის მხრივ. სპორტსმენი ალბათ განათლდება მწვრთნელი თუ გაანათლებს, ხვდები? ხო. ნელ-ნელა შემოვა. აი ხო ვთქვით, რომ ფიზმომზადების მწვრთნელები არ არის. ნელ-ნელა გაჩნდებიან ეს ფიზმომზადების მწვრთნელები. რა თქმა უნდა. იმенно შემდეგი თემა რა არის? რეპრენჯები ჩავკალი? მე მინდა ძალაზეც ვისაუბროთ. ძალიან ხო არის ძალის მომატება ვისაც უნდა, რომ რაღაცა მაგაზე ხო თქვი ჩვენ 1-2 თქო, რომ 3-დან ვთქვათ, აი 5 გამეორება უნდა გააკეთოს. 1-დან 5. ხო. ყველაზე კლასიკური 5-5-ზეა რა. 5-5-ზე მე როგორც ვიცი, მაგ 5-5-მა რატომ მოიკიდა ფეხი, იმიტომ რომ რეალურად რაღაც ჰიპერტროფიაზეც მიდის, იმიტომ რომ რეალურად 25 გამეორება გამოდის, მაგრამ 5 ისეთი რეპი არის, ისეთი წონით აკეთებ, რომ რეალურად ცენტრალური ნერვული სისტემის სტიმულირება მიდის და ძალას მატულობა. მეტი ბოჭკოს აი ჩართულობა ძალიან რო გავაკეთო. არის რა თქმა უნდა. რა 6 ბიჭო. 6 რო გააკეთე, ანუ ძალიდან გადადის ეგრევე ბოდიბილდერში. რასაკეთებ? ანუ ისე ძალას ისე ვზრდი. უნდა გავიგოთ დიდი რო გავაკეთო, მანდ ვზრდი. ანუ ეს უბრალოდ ქვევით მოდის ეს. ნახე როგორ სტიმულები უნდა წარმოვიდგინო. აი მინდა რომ ავხსნა. რომ იმენა აი 5 და მორჩა არ არსებობს. და ეს ციფრები ძალიან ესეთია რა. ძალაზე როცა ვარჯიშობთ, უნდა გავიგოთ რომ პამპი მაგალითად ძალის მტერი არის. ეგ ერთი. იმიტომ დაღლას იწვავს, ხო? არ უნდა დავღალო. როცა ძალაზე ვარჯიშობ, პამპი ისეთია. ანუ პამპი არის, როცა სისხლით იტენება კუნთი, აღონდა იბერება. ნუ იბერება და კიდე ანუ შედის ხო რა. ხო, ანუ რეალ ამ ჩვენ ამ თემაში გულისხმობთ იმას, რომ კუნთს ღლი რეალურად და ისე ვერ იმ დატვირთვას ვერ გაუმკლავდები, როგორც შეგიძლია დაღლის გარეშე. მაგრამ ცალსახად მნიშვნელოვანია კუნთის გაზდაც, რადგან გაზდილ კუნთს უფრო მეტი ძალის გამომუშავების პოტენციალი აქვს. კი. და არა აუცილებლად უდრის. ეხლა მეტი კუნთი მეტ ძალას არ უდრის. რა თქმა უნდა, ეხლა ჩვეულებრივ ადამიანზე ძლიერი იქნები, მაგრამ აი ბოდიბილდერი ყველაზე ძლიერი ადამიანი არ არის ხომ. შეიძლება ბევრად პატარა ადამიანი იყოს უფრო ძლიერი, რადგან მისი ორგანიზმი ან ეს ნერვული სისტემა უფრო ადაპტირებულია ძალის გამომუშავებაზე. ანუ ამ ფაიბერების რეკორდსი. კი, და კუნთების ჰარმონიულ ჩართვაზე, ჰარმონიულ ცოტა ცუდი არის. ერთად რა როდის უნდა ჩაერთოს და რაები ერთად. ხო, რომელი ბოჭკოები რა დროს. ხო. ერთი ისა მაქვს, რა მე როგორ მასწავლეს, ვაფშე რა არის, ანუ ჰიპერტროფიაზე ვარჯიში, ანუ მას მომატებაზე და მე ძალაზე. და მე ფეთქებადობა აღარ მახსოვს როგორ დაამატა, მაგრამ ძალიან ისეთი მარტივი ახსნა იყო, რომ წარმოიდგინეო, რომ აი შენი რაღაც დიდი ოთახი არისო. თქვი ვინს გასწავლა? ჯარჯი? იცი ამ ბარუს ხა მაინც ბარუისმა მასწავლა, ნუ იყო და ნუ ცოტა ბიზნესში გადავიდა და ეხა 5 ცენტრი აქვს და ნუ ადრე იყო ბარუისი ფიზმომზადებაში სახელი იყო. და შენ როცა გასწავლა, მაშინ დიდი სახელი იყო. დიდი სახელი იყო და რეალურად ეხლა მაგ დროს ვერ ხვდებოდი მაგის მეთოდებს, რაღაცებს, რაც დღეს ხვდები და ანუ რამდენი ხნის წინ 8 წლის წინ 10 წლის წინ ტიპს რეებს აკეთებ და ტიპები დღეს იყენებენ და იძახიან რომ აი ეს და რა და უკვე გადავიდა რა ხო და როგორ ამიხსნა იცი კაცო დიდი ოთახი არისო და შენი მიზანი ამ ოთახის განათება რა და მოკლედ თითო ეს ბოჭკო ხო ნუ უფრო კუნთის მასის მომატება არის თითო შუქის დაყენება მაგრამ ძალაზე ვარჯიში არისო ამ შუქების ჩართვაო რა. ანუ რეალურად შეიძლება პოტენციურად ბევრი კუნთი კონდეს, მაგრამ ძალის გამოყოფა არ იცოდე. ანუ შენმა ორგანიზმმა თუ ცენტრალურ ნერვულ სისტემამ არ იცოდეს როგორ გამოიყენოს. კიდე ჩართოს შუქები. ყველა როგორ ჩართოს. ხო რა, ანუ აი მაგალითად კიდე ერთ მაგალითს ვიტყვი. ეგ აი მაგალითია ძალიან. ერთი მაგალითი არის რომ მაგალითად ყველას გვაქვს იმის უნარი კი არის, იმის ძალა რომ ველოსიპედზე დავждეთ. ან გიტარა დაუკრათ, მაგრამ პირველად გიტარის ხელში რომ მოგცემ, ვაფშე ვერ ხვდები რა როგორ უნდა გააკეთო. ზუსტად. ველოსიპედზეც იგივე არის ძალაზე ვარჯიში. რომ ის სტიმული უნდა განიცადო, რა მოძრაობას წაკეთებ, რომ მე გაიმეორო თლიანი კუნთის ჩართულობით. ნუ ეგ ძალიან საიდან ჩანს ხოლმე, ეს ძალიან კარგად. აი ჩათული ახალი მოვიდა და პირველი ვარჯიში აქვს და სკამზე დააწვინე და აკეთებენ incline bench press ან ანტელის აწევს. ანუ ხელები როგორ დაურბით აქეთ-იქით. ანუ სტაბილიზატორი 0. კი, 0. და მეორე ვარჯიშზე როგორ უფრო აქვავებს. მე
როგორ ხდება, ანუ ეს ყველაფერი კუნთები ხო არ აკეთებს თვითონ. ტვინი აკეთებს ყველაფერს, რა როდის ჩართოს და ნელ-ნელა ხვდები, რომ აი ეს ჩაირთო ორგანიზმზე, კუნთები გავუაქტირო და სტაბილიზაციაც ბევრად კარგი არის რა. ანუ ყოველთვის იმაზე მართლა კუნთის გაზდაზე არ არის ძალა დამოკიდებული. ხანდახან არის ზუსტად ჩართვაზე რა, რომ ჩართოს ზუსტად, კი, იმიტომ რომ შეიძლება ვიღაც რაღაც უძლიერესი ტიპი მოჭიდავე მაგალითად, ვისაც წონა ცხოვრებაში არ აუწევია, bench press-ზე ვერ აწიოს, ვიდრე ვიღაც სხვა ტიპი ამან ერთი რო გლიჯოს შეიძლება გახიოს შუაზე, ხო ხდება ეს? იმიტომ ის bench press-ზე არის სპეციალიზირებული, მაგას აკეთებს ყოველდღე, იმ ტვინმა იცის რა როდის უნდა ჩართოს, რა კუთხით, როგორ ანაირად, რომ ეს აწიოს. ყველაზე მეტად რა გამახსენა ისი? ხელის დადება, გადაწევა. შენ რო ვარჯიშობ ერთი წელია და შეიძლება ვიღაცას ხელი დაუდო და ვერ გადაუწიო ხელი. და აუსო, ესე იგი რას ვარჯიშობ და რა ხდები რა. ხდები კი, ძალიან ის. როცა ხელი არ გადაწიოთ არასდროს, იმიტომ რომ მე ხო. ხდები, მაგითი ტესტავენ ერთმანეთს, რომ ხელი არ გადაწიოთ არასდროს, იმიტომ რომ ჩათვალე რომ მოუმზადებელ დატვირთვაზე მოდის მაქსიმალური დატვირთვა უცებ. გახურებაზე კი არა, მოუმზადებელი არც იცი როგორ უნდა გადაწიო. არც არაფერი არ იცი და უცებ ამ ყესებზე და კუნთებზე მოდის აბსოლუტურად მაქსიმალური დატვირთვა. მე მქონდა ეხლა ეგ მომენტი. უმეტესობას ხელით კივა მაგის მე აბსოლუტურად. ბრალზე რიგაში? ბიჭო, ხო ერთი სამეგობრო წეში ყავს, აი ხო ის ბუნებრივად ჯანზე რო არის. კი. და ანუ მართლა ბუნებრივად ჯანზე არის ჯგუფში. ბიჭო, არა. არ ვიცი რა, ეხლა მას შეიძლება ეძახდეს 13 კილომეტრს ირბენს, ვაფშე მომზადებელია და ისე წავიდა 13 კილომეტრი ირბინა. ანუ გენეტიკურადაც და შეიძლება ფსიქოლოგიური თემა აქვს რა დისციპლინა აქვს ის რაღაც A და B და გოგინსი ხო რაღაც ეგეთი ტიპი არის და იმინა ტვინი წაიღო ხელი უნდა გადაგიწიო ხელი იმან კი არის ბიჭო ეს იდაყვი ამოვარდნილი მაქვს ყველაფერი ჩამწყდარი მაქვს ისა მაქვს და თავის გამართლება არა მოვიგე ძმაო მოვიგე ორივეჯე პროსტა ეგო ჩამერთო ამ 12 ვიციო ეგო ჩამერთო და მე რა შეგხო ოფლი რომ მოზიდა რა მე ვაწევინებ ხოლმე ხელს იმიტომ რომ მე ხელს ეს ვაფშე სხვა არა შეიძლება ვერ ვწევ ანუ მთელი ის უნდა გამოვიყენო ვერ შეიძლება ვერ გადავწიო და მე უეჭველი მტკივდება არა განუ ხო და ეს იყო გამართლება ესე გადაგიწევიათ იცოდეთ რომ არ შეიძლება ვისაც ხელი გადაგიწევთ არავის არ მივაწექ აქვე გეუბნება ყველა იმენა ეს იმიტომ მოგაგებინათ ან შეიძლება არც ღმერთმა ის ხო ვერასდროს ვერ გაიგე აი ეს რა იყო რომელი მითი იყო ეს მითი არის ხო ძალას რეფრენჟს ხო ნუ მითი ის რომ რეფრენჯებს აქვს მაგხელა ნიშნულობა და ნუ აი ერთით მეც თუ გააკეთებ შო კარდიოში გადადის და რეალურად ყველაზე მითი ის იყო რომ სისულელეა წონებით გამოშრობა კიდე ვერ ვიტან მაგ სიტყვას მაგრამ წონის დაკრება წონებით ვაფშე არაფერ შუაში არ არის წონები კი რეალურად ეს მითები ანუ ბევრად დროის აღმოჩნდა და ვიდრე გვეგონა რა რაღაც რო გავთვალეთ რომ რაღაც რაოდენობა უნდა გვეთქვა რეალურად რო ავხსენით მესამე მითი ავხსენით ეხლა თუ მეოთხე მე და ავიჭერე ნელა რაღაცა შეჯამებისკენაც უნდა წავიდეთ იმიტომ რომ უნდა მოვიტოვოთ გონია რა რაღაცა სხვა ერთ functional fitness-ები ბიჭო ეგ ქონდა შემდეგი ხო თუ გონი კი ეგ დღევანდელი გადაცემის რეალურად კიდე მე 5 გრჩება მაგის 5-ის გარდა მე მგონი კიდე ძალიან ბევრი მაგრამ მაგით ჩავამთავროთ ეგ წესი ჩვენ გვინდოდა რომ მოყოლოდა მე მგონი spine bendings და არის აი ხა რაღაცა ისე რომ ვისაუბროთ რა ანუ ფუნქციონალური ფიტნესი ფუნქციონალური ვარჯიშები რაც შემოვიდა რა სულ ხდება ეგ ჩვენთან შემოვიდა ახლა მაგრამ რეალურად ჩემი აზრით ვაფშე მაგაზე მოკლედ პირველი ტიპი ვისგანაც მაგისგან გავიგე იყო მაიკლ ბოილი და მაიკლ ბოილი სულ ბაზრობდა functional training-ზე მაგრამ მაიკლ ბოილმა ვისგანაც გაიღო იყო გერი კუკი მე მგონი გერი კუკი იყო ერთ-ერთი პირველი movement specialist და რეაბილიტოლოგი და რეალურად მაგანა ეს functional training იმისთვის გამოიგონა კი არა დაარქვა და copyright-ა რა რო თქვა რომ სპორტსმენები მაგალითად უფრო ისარგებლებდნენ მაგალითად ცალი ფეხით ჩაჯდომებს
და ასე შემდეგ ვიდრე აი რაღაც leg press-ზე მიწოლები და რაღაც. ანუ უფრო free weight-ებით ვარჯიში, რაღაც სარეაბილიტაციო სფეროდანაც მოდიოდა. რაღაც სიმართლის მარცვალი არის. არა, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ იმის თქვა გვინდოდა, რომ ეს არის სუბიექტური. ხო? ფუნქცია ის სამნი ვართ, ხო? და აქტიურები ვართ რაღაცა სხვადასხვანაირად. კი. ანუ ჩემთვის ფუნქცია რა არის? შენთვის ფუნქცია რა არის? შენთვის რა არის? შენთვის გამომწვევი მიზანი რა არის? რისთვის ვარჯიშობ? ისთვის ზუსტად. რა ფუნქციისთვის? ხო? ზოგადად რას ნიშნავს ფუნქციონალური? არ ვიცი. ბიჭო, აი ანუ რაღაცა გამოსადეგი, რომ აი ამ ვარჯიშს ის შედეგი იმ შედეგს მოგიტანს, შენ რაც ჭირდება კი არა, რაც არის სასურველი. ხო. მე მომისმენი ახსნები, ეხლა არ დავასახელებ, რომ ფუნქციონალური ვარჯიში არის ვარჯიში, რომელსაც ვიყენებთ ყოველდღიურ ცხოვრებაში. ეს პირველად მე მახსოვს რომ ეგ რომ მოვისმინე, რა მაგარია. კროსფიტი არა? კროსფიტი, აი მაგალითად 5-ს 100-ს ვაკეთებ და მის მადგება მე რომ კიბეზე ავიდე. ბიჭო, რეალურად ადგება რაღაც. რაშიც არის. არის სიმართლე. მაგრამ ის ფონზე ბოდკაი თქვი. მაგრამ ჩემთვის ხო. leg curly. შეიძლება ძალიან ფუნქციური იყოს რაღაც მომენტში, თუნდაც ტრავმა მქონდეს, ან რაღაცა არ შემეძლოს რაღაცის გაკეთება, ანუ ნიშნავს რომ არ არის. ანუ შენი მიზანი რა არის? შეიძლება უბრალოდ ამ კუნთის მასაგა გალეული და ეგ გინდა რომ ხო, ანუ მაგის მომენტ ნებისმიერი ვარჯიში შეიძლება ჩემთვის იყოს ფუნქციონალური და არ არსებობს ცალკე რაღაცა ბომი ვარჯიშები, რომლებიც არის ფუნქციონალური ვარჯიშები. აი მაგარს არა. კიდე არის რომ ხშირად არის ხოლმე შემთხვევა, განსაკუთრებით ქალებს აქვს ხოლმე შემთხვევა, როცა აი რაღაცა თავსახურს, რაღაცას, ანუ ელემენტარული ძალის გამომუშავება არ შეუულიათ, რომ რაღაც ყოველდღიური ტასკები გააკეთონ, მაგრამ და იცი, განტელი რო დაიჭირო და ეს რო აკეთო. ფუნქციონალური გამოვა. რეალურად, ანუ მაგისტრის ფუნქცია რა არის, რომ ცოტა ძალა მოუმატოთ, არა? ანუ ის რო კახნას. რომ მოვაკალიშეთ და ნახა, ეს ახლა განტელი დაიჭირო. შენ იღადავ რა, რეალურად პრობლემა არის. მაგრამ ეგ არ უნდა იქნება. ხო, ნუ ეს ყველაზე ნეტა ეგ იყო ეს პრობლემა ჩვენ ცხოვრებაში რომ ის ვერ გავხსნა ეგ. ყოველდღიური ტასკი არის წარმოიდგინე, რომ შეიძლება ვერ აკეთო. ხო და აი დაჩი რო ლაპარაკობდა, ბოდის თუ არა, ეგ არის ხო. დაჩი რო ლაპარაკობდა, რომ აი ეს კროსფიტი რო შემოვიდა და functional-ი არის ვიდრე სხვებზე, იმის ფონზე იყო ეს იყო კულტურიზმის ხო, bodybuilding-ის ფონზე იყო, სადაც მოძრაობები იყო უბრალოდ კუნთის გაზდისთვის და ერთი და იგივე rigid რაღაცა. ახოდუ კარდიო თემა არისო ჩართული, რაც კროსფიტმა შემოიღო და ეხლა წავიდა ჰიბრიდული თემები, ჰაიროქსი, ისა, ესა, რაღაც გრიდი გაიჩნდა, მე ვისაუბროთ მაგაზე. იცი გრიდი შენ? ვაფშე ძალიან მაგარი გუნდური კროსფიტის პონტი. კი, მაგრამ ხო იყო გუნდური კროსფიტი ისე. რამდენი? ბიჭო, არა, ეგ არის როგორ იცი ვიღაც სპეციალიზირებული ტიპები, ანუ ვიღაც ჯანის ტიპი ყავს, ვიღაცა ენდურენსის და ძალიან მაგარი. ეგ ბევრად არის. ხო, და ანუ შენ ხარ აი, შენ ხარ იმის რაშიც ხარ, იმენა მაგარი. ხო რა, და გუნდი ეწყობა რა, ძალიან. ეგ არის ალბათ ყველაზე ჯანსაღი რაღაც გაგრძელება ამ რაღაცის რა. ბიჭო, არ ვიცი, ჩემთვის ყველაზე უფრო საინტერესო ვერ ხვდები აბა powerlifting-ში ძიმეც რო უნდა ავაწევინო ტიპს და მე 21 კილომეტრი ვარბეინო, ერთი ტიპი ეგ როგორ უნდა იყოს ვერ ხვდები ისე რომ ორივე მაგრა გააკეთოს რა. ბიჭო, ორი ხო არა, შეუძლებელია და ბიჭო, იმ სერტიფიკატზე CrossFit-ზე რომ მიდიხარ, ერთ-ერთი თემა კიდე რატო არის ფუნქციური? ყველაფერი, მაგათი მოტო ერთ-ერთი არის, მოტო ანუ რაღაც ნათქვამი არის, რომ ყველაფერში უნდა იყოს საშუალო. ხო, საშუალო. ხო, საშუალო, იმიტომ რომ ერთი რაღაცაში ყველაფერში მაგარი ვერ იქნება. იმიტომ რომ მიდის სპეციალიზირება, ხო? გამურჩათ. ხო. მაგრამ იცი ეგ რატო გამურჩათ? ანუ იდეა CrossFit-ის კარგი არის როგორც ჩანს, მაგრამ შეჯიბრმა competition-მა ეს გახადა სხვანაირი რაღაც. ანუ ყველაფერში საშუალო ვერ იგებს. ვები ყველაფერში მაგარი იგებს. არა, აი ფრეიზერი ავიღოთ, ყველაფერში მაგარი იყოს, ანუ ტრამები არ მიიღო რა. ანუ რაღაცა მაგრამ ეგ რაღაც მაღალ დონეზე არის. მაღალ დონეზე საშუალო რო იყო CrossFit-ში, ალბათ ძალიან ჯანსაღი სპორტი იქნებოდა. აი, ძალიან არ გავიქცეთ მაგ ფუნქციონალური. ხო. არ ხვდება ხოლმე რაღაც ვიდეოები ჩვენი ფუნქციონალური სივრცე. დარბაზებს რო ანახება. ეს არის ფუნქციონალური ვარჯიშების სივრცე. და რაღაცა პატარა ერთი 360 გრადუსიანი ეს რაღაცა სინერგი ტრენაჟი მანქანა დგას რომელზეც ირგვლივ. დანარჩენი რაც არის ფუნქციონალური, ანუ არაფერი არ არის რა. იქ რომელი ვარჯიშობენ, რა ქვია.
არაფუნქციური ადამიანები. მაგრამ ნერვები მეშლე მაგაზეც. არა, ერთი ის ვთქვათ, რომ წინა გადაცემაში არ ვიცი ძალიან ჰეითი ხო არ გამომივიდა მე ბოდიბილდინგის. ბოდიში მოიხადებს? ანუ არაფერი ხელი გადააწევინე და ანუ არაფერი მსგავსი არის. არა, უდიდესი პატრიოტიზმი. ბოდიბილდერებმა ჰიპერტროფია რო გაანვითარეს და იმ არა, მსგავსი არაფერი. დაჩი ბრიტნის სუსმენს. მე იმას მაგრამ ძალიან დიდი პატრიოტიზმია, იმიტომ რომ ძალიან რაღაცა რთული არა, მე არ გამომივიდა. არა, მაინც რაღაცა მე დახვდა. ჩვენ დაგიპატიეს არა, შენ როგორ მე საერთოდ ხო ანუ მეც და შეიძლება თქვენს მაგრამ მე მეტად ის რადგან ჩემ სფეროში პერფორმანსი ხარ ხო და მაგრამ ჰიპერტროფიის თემა ჰიპერტროფია როგორ შეიძლება არ ქონდეს ხო რა თქმა უნდა ხო მაგრამ უბრალოდ შეიძლება ხანდახან ძალიან ისე უხეშადაც გამოვიდეს ნუ უფრო თემა არის ის რომ შენი სპორტსმენი პერფორმანსი არის და დამოკიდებული ეს არის უფრო ვიზუალურ თემაზე ბოდიბილდინგი რა არის ორივე შრომა არის სხვადასხვანაირი ზუსტად სხვადასხვანაირი ხო სხვადასხვანაირი შრომა დასაბუთებული კარგად ვილაპარაკეთ რაც ცუდი გავლენა ქონდა უბრალოდ ბოდიბილდინგს უბრალოდ მე რადგან არ მესმის ბოდიბილდინგი ისე მე ვხვდები აქედან შემიძლია აქედან დავაკვირდე როგორც რაღაც და დიდი პატრიოტიზმი მოკლედ ყველას ათლეტს და სპორტსმენს მაგრამ ხა მე რა მომწონს უკვე მეორე არის რეალურად ხა რა არის რომ ერთმანეთს ვეზიბრებით ჰიპერტროფიაში ბიჭო არა მან ხო და აი იცი რა მან პროპორციების თემაც არის და რაღაცა გახსოვს სპორტზე რო ლაპარაკობდი და არ ვიცით რაღაცა მე ძალიან არ მიყვარს ის რაც არ ვიცი და ადამიანი ანუ მეც ისე არ მინდა გამომდეს რომ რაღაცა არ ვიცი და ხო და მაგიტომაც ვიძახი რომ მე ბოდიბილდინგი ანუ ყველაზე დიდი არიგებს მან რაღაც პროპორციების თემაც არის როგორც მაგრამ ბოდიბილდერები არიან რამდენიმე კარგი მწვრთნელი არის ალბათ დაუპატიჟოთ და უფრო მეტი გავიგო მეც და მეტი ვისწავლო მაგათგან და თქვენს ძალიან კარგი იქნება ფუნქციონალურმა ტიპებმა ხო და უნდა თქვა რა ეს ფუნქცია როგორ ნერვები მეშლება ბიჭო რადგან აი რაღაც უსწორ მასწორო იმაზე გეხარ და მაგაზე ბუქნებს აკეთებ და პახოვ თოკებს იმაშვები აი თოკებიც აი ეგ არის ფუნქციური ძმაო რა თოკები კაი რა ანუ რამდენი რეკლამა შეგხვდრია თოკების ყველა თოკები რა და მაგარია ბიჭო მე მჭირდება თოკების გამოყენება იმიტომ რომ ხო ხვდები ჭიდაობა ხელი წინ გაგო მაგის გამო ვერ იყენე მაგრამ უფრო muscular endurance ხო რისთვისაც არის რა შემდეგი პოდკასტში ფუნქციურად ვინც ვარჯიშობს ბოდიშს ვხვდი რომ ფუნქციურად ხელს გადაგაწევინებ არა ნუ მოკლედ ეგ უნდა ჩაკვდეს რომ არ არსებობს ფუნქციური ვარჯიში და არაფუნქციური ვარჯიში ეხლა შეიძლება 99% შევთავაზოთ რომ რაღაც ვარჯიში არის მასტურბაცია ბოდიში შეიძლება თქვა არა ნუ სისულელე და ნუ ყველაფერს თავისი ადგილი აქვს მაგრამ ესე რომ თქვა ბიჭო რეაბილიტაციიდან გამოვდიო ძმაო და სხვა მოძრაობა არ შემიძლია და იმ სტატიკურ იმაზე მანქანაზე უნდა დავჟე და კუნთი მოუხოდო ჩემთვის ყველაზე ეფექტური ეგ არის ყველა დაჟე ეხლა ვაკეთებ შენც აკეთებ რაღაცა პატელაზე რომ მქონდა პრობლემა ყველაზე ფუნქციური ჩემთვის ეგ იყო ეხლა სნეჩები და კლინები რო გამეკეთებინა და ხო ხვდები ეგ სნეჩი რო ვაკეთებ მაგიტო ხო და აი ესეც აი კროსფიტი სად ხდება ხო რომ აი ოლიმპიური მოძრაობები ეხლა შენ ხო ყავს ვიღაცებს ხო შეიძლება ვაფშე არ აკეთებინებდე მე არ მიყვარს ოლიმპიური მოძრაობა წინაზე ხო მაგაზე ვიბაზროთ მაგრამ ეხლა 80 წლის ხალი რომ მოვა ეხლა კი რეგრესები აქვს პროგრესი ისენი აქვს მაგრამ ბიჭო სნეჩი გრითი არის ფუნქციური ძმაო იმდენი რაღაცა უნდა ისწავლო იმდენი რისკი მარი რო აგდოს ხო არ სიჭირდება რაღაც ბიჭო ის რო არა ეხლა რაღაც აი იცი რა ცოტა სექსისტურ თემაზე გათხოვდი ხო ეს თემას არის ცალკე არის ძალიან დიდი რა და მანდაც საინტერესო იქნება შეიძლება ჩვენ რადგან ერთი კუთხიდან უყურებთ ვარჯიშს შეიძლება საინტერესო იყოს რაღაცა ახალი ფრეშ აზრი რომელიც სხვანაირად დაგვანახებს ამას შეიძლება მაგრამ ნებისმიერ სხვა თემას ძალიან ობიექტური და ჩემთვის ყოველთვის სიმართლე იქნება რომ არ არსებობს ფუნქციური ვარჯიში და არაფუნქციური ვარჯიში. ჩემს ყველა მოძრაობას ხო, თავისი ადგილი. ზუსტად, თავისი ადგილი აქვს. კი, უფრო მეტ მოსახლეობა შეიძლება ლეგპრესის მაგივრად 5-ზე ასვლა უფრო აწყობდეს რაღაც მიმიკა კონდეს რომ კიბეებზე ავიდეს, კი. ჩარჩოებში ნუ მოვა. აბსოლუტურად დამწყები თუ არის, რატომაც არა ლეგპრესზე და მე გადავიდე სტეპ-აპზე. რა თქმა უნდა. ხო. კაი, შეჯამებისკენ წავიდეს ნინი. ხონი ეს უკვე რაღაცა შეჯამებისკენ იყო და შეჯამებისკენიც იყო ფუნქციურმა იმას ქნა.
შეაჯამა. ხო, ფუნქციონალურმა შეაჯამა ყველაფერი და კიდე ანუ ესია არ წარმოვიდგინოთ რომ ამ თემს აღარაზუს ანუ ესენი იქნება სულ ვისაუბრებთ ხოლმე ამ თემს გავიხსენებთ რაღაცა შეიძლება ახალი რაღაც გამოვიდეს ის გავაგებინოთ ხალხს და სულ იცვლება რაღაცა. სულ იცვლება. კი, სულ და კაი ამებზე რომ ვისაუბრეთ, იმიტომ რომ მე ანუ რეალურად დეტალურად ახსნა არ დაგჭირდება ყველა პოდკასტზე, რომ აი პრესები რატო არ უნდა აკეთო რაღაცა და რომ უკვე ვინც გვისმენს და იცის რომ ადგილობრივი ცხიმის დაწვა რაღაცა სისულელეა და მაგიტომ მივხვდი რომ გადაობაში ან რაღაცაზე აკვნენ რა. თან ბევრ რაღაცას ინფორმაციასაც გადავცემ. შვენიერი. ხო, დღეს მარტივ რაღაცებზე ვისაუბრეთ. კიდე რთულ რაღაცებზე ვისაუბრეთ. ეხლა ეს ფუნქციონერი ვიღაცისთვის არაფერს არ ნიშნავს და არაფერს არ ეუბნება. ხო. მაგრამ წვრთნელებისთვის წვრთნელებს ეუნება ალბათ და ეგეც მომწონს მე რა. კი, 80% წვრთნელების კიდე მანდარი ჩარჩენ ბოდიში ცუდად არ მანდარი რომ ცუდად არ გამოგივიდეს. ხო, ცუდად არ გამომიდეს რომ რაღაც არის უფრო ფუნქციონური ვიდრე არა და რაღაცებიცაც. ჩვენ ყველა ვინც მოგუსმენს ყველა 20%-ში იქნება დაწუნებული. იმე არა 20%-ში ვარ ხო. ბიჭი ჩვენ 1%. ჩვენ რა, ჩვენს ბევრი. ძალიან კარგი იყო, მგონი რაღაც მიმართულება გვაქვს და გასწორად. ხო, სავარაუდოდ შემდეგ იმითებით გავაგრძელოთ, ხო? ხო. ანუ შემდეგი ვნახოთ. თუ შემდეგზე შეიძლება სტუმარი ვყავდეს. შემდეგზე სტუმარი ვყავდეს. საიდუმლოა. მაგრამ ისეც ვერაფერს ძალიან საინტერესო სტუმრები გვეყოლება. აბსოლუტურად ვეცდებით. ხო, რა. ისეთი რაღაცები ანუ გვეთყვისაც ჩვენ არ ვიცით და ხო, ცნობილებიც გვეყოლება, უცნობებიც გვეყოლება და საინტერესო ადამიანები. ზოგი ექსპერტი საერთოდ არ არის ცნობილი. შემდეგი არა, უცნობი არ ყავს. მე მაინტერესებს ის ხალხი რომელიც არ ჩანს და წვრთნელები არიან რომლებიც არ ჩანან და ძალიან ისეთი პროფესიონალები არიან თავის საქმე იციან და მე მევასება ეგ ხალხი რა. მაგ ხალხს მოусმენ. მაგალითად შენ მინდა თქვა იმდენად არ ჩანხარ როგორც ჩანან ვიღაც მე პირველად ვიღაც კარგი რაღაცას ძალიან ბევრად მეგონა ჩემზე თუ იტყვი მე ესეთი რომ მეც ხო რა ანუ მე ხა თავის დროზე რაღაცები ხა დარბაზის თანადამფუძნებელი ვაუ ხო ხტები და ჯარჯის სხვათა შორის მედიაში არა და მედიაში არაფერი არა მაგრამ მაგას ვიძახი რა რომ არიან ადამიანები ვინც არ ჩანან და თავისი პროფესია ძალიან კარგად იციან და ცხოველებიც ძალიან ბევრი რა და ვისაც ხედავთ ესე უცხოურ სოციალურ ქსელში წინა პლანზე არ ნიშნავს რომ იქ უკან ხალხია რომელმაც ძალიან მეტად ბევრი არ ჰეითერებთ მაგრამ ეგრეა ეხლა მწვრთნელები რომ ჩამომართვენ ვისაც გავლენა ქონდა ჩემზე რავი არავინ არ ბეისბოლზე კრისი და ვაფშე არავინ არ ერიკ რეისი ვაფშე არ ევასე საკე სკილია ეგ რომ ეს ყველაფერი გადმოიტან შეიძლება არც გინდოდეს რომ გინდოდეს იმის გადმოტანა და ესე გაპიარება შენი თავის ეგ ცალკე თემაა კიდე ხო ხტები ვიღაცებს სულ არ აინტერესებთ ეგ და ნუ რას საკეთებენ ეგ სიამოვნებთ და მე ბატონს ვცემ მაგ ხალხს. კაი პოდკასტი იყო. კაი პოდკასტი. მე მაყოფილი. მეც. კარგი. დროებით. დროებით აბა.